დროადღე მშვიდობის მოგესალმებით. მშვიდობისა მოგესალმებით. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა მეგობრებო. მოკლედ საათნახევრის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე და ჩემი წამყვანები პაატა ძიძიგური, სოფო შაიშმელაშვილი და მე მერი ნაკაშიძე შევეცადეთ მოკლედ რომ საინტერესო ამბები გაგვეზიარებინა ჩვენი მაყურებლისთვის. კი ბატონო, შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, რომ აქვს შესაძლებლობა დაგვიმეგობრდნენ სოციალური ქსელით, როგორც Facebook-ით, ასევე Instagram-ით, თვალყური გვადევნოთ, იყოთ ჩვენთან მუდმივ კონტაქტზე და ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნებთ უკუკავშირს. ახლა კი ანონსის დროა და შემდეგ დაგიბრუნდებით უკვე ყველას გვეცოდინება ჩვენს და თქვენს თუ რა გველოდება ამ საათნახევრის განმავლობაში. დღეს გადაცემაში ნახავთ ბგერის თერაპია, რა ძალა აქვს ბგერას და მუსიკას. თემაზე ვრცლად ისაუბრებს დეა ელიზბარაშვილი, იოგას ინსტრუქტორი. სუხიშვილები, ანსამბლის ბოლო გასტროლები, ემოციები. რას ნიშნავს იყო ამ ანსამბლის წევრი? გადაცემის სტუმრებია ნათია ბაკურაძე და თამარ დვალი. როგორ შევარჩიოთ ცხოველი ბავშვისთვის, რა საკშია ბავშვი მზადმისთვის და რა შეცდომებს უშვებენ მშობლები. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფეტინჟინერი მარინა ცირიკაშვილი. კულინარიული მოგზაურობა ეთნოგრაფიულ საქართველოში. გადაცემის სტუმარია ლელა გოგუაძე. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო თემით უნდა გავხსნათ დღევანდელი გადაცემა. პირველ რიგში მე მაინტერესებს თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მუსიკას და ეს არის თუ არა თქვენთვის განტვირთვა და არა უბრალოდ სასიამოვნო მუსიკის მოსმენა. რა თქმა უნდა, თან მუსიკის ჟანრსაც გააჩნია, მე კლასიკა მიყვარს და ხშირად ვუსმენ ხოლმე, იმიტომ რომ მოგზაურობ ფანტაზიებით სხვადასხვა ადგილებს ვიცვლი ესე გონებაში, ქალაქებსაც, თან წარმოსახვაში ძალიან მეხმარება, როდესაც როლზე ვმუშაობ და სიმშვიდეშიც, მაგრამ ცეკვის დროს სხვა მუსიკას ვუსმენ და როცა იოგით ვარ დაკავებული, სულ სხვა მუსიკას ვუსმენ და პაატა შენ მუსიკოსი ხარ, მე მგონი უკეთესად განწყობას გააჩნია. შენ უკრავ ჩვენ გისმეთ, მაგრამ როგორ ფიქრობ პაატა, რა გავლენას ახდენს ადამიანზე მუსიკა და ბგერა? ყველანაირად პოზიტიურს გინდ ბიოლოგიურად რო აიღო, კვლევებსაც რო დაეყრდნა ჩვეულებრივად და გინდ ემოციურად კი არა ხალხი იქამდე იყო მისული რომ რაღაც ორსულ ქალებს და ახალშობილებს ასმენიებენ რაღაც მუსიკას და კვლევები იდება რომ დავუშვათ პოზიტიურად მოქმედებს და ირონების განვითარებას და შემდეგ ასე რომ მუსიკაზე უკეთეს რას მოისმენთ. ხო, თუნდაც შოპენი ბავშვისთვის ძილის წინ არის მნიშვნელოვანი ძალიან, იმიტომ რომ ესენი აქვს ნოქტიურნები რო არის. კი, და სხვა შორის მე მახსოვს აი ორსულ ქალბატონებს ხშირად ეუბნებიან ხოლმე პირადი მეტალს მოსვინეთ. ექიმები რომ მოსვინეთ კლასიკას, ეს მოქმედებს ძალიან კარგად ნაყოფის განვითარებაზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო საკრავზე, რომლის ბგერაც დარწმუნებული ვარ, აი ძალიან შორიდანაც რომ მოისმინოთ, თქვენს გულს, ყურს, გონებას ძალიან მალე მიიპყრობს, იმიტომ რომ მე ასეთი განწყობა მქონდა და შეგრძნება მქონდა უпростоრად სხვათა შორის ზაფხულის პერიოდში ბულვარის მიმდებარედ შეიძლება რომ მოგესმინათ ამ საკრავის ბგერები, ეს არის ჰენდფენი, რომელსაც ადრე ჰანგს ეძახდნენ, თუ რა საკრავია ეს, როგორ მოქმედებს ეს ჩვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, როდის უნდა მოусმინოთ და ზოგადად რამდენად რთული ამ საკრავთან ურთიერთობა, ამას ჩვენი სტუმარი გვეტყვის, იოგას ინსტრუქტორი უნდა შემოგვიერთდეს დეა ელიზბარაშვილი. გამარჯობა, შეიძლება. ოჰო, თან მოგვიტანა სტუდიაში. და როგორც იცი, საკმაოდ ძვირი ცხირს. ყურება, კი ბატონო, ხო და ესე იგი ფინანსებთან არის კავშირში. მოდი მოგვიყევით ახლა თქვენ შესახებ ამ დასაკრავ ინსტრუმენტის შესახებ, როდის დაეუფლეთ, რატომ გაგიჩნდათ ინტერესი, რამდენად რთული არის და ძირითადად სად იყენებთ ხოლმე ამ ინსტრუმენტს? ჩვენი შეხვედრა მოხდა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, როცა ესე უეცრად რაღაც ბგერები იყო ჩემთვის საოცარი, რაღაც ახალი, ჯერ არ მოსმენილი და ესე ხალხში გავედი, რომ მენახა რა ხდებოდა, ვის ეჭირა, რა საკრავი იყო, რა ბგერები იყო და როცა დავინახე, მივხვდი, რომ მოვიდოდა დრო და აუცილებლად ჩვენ შეხვდებოდით ერთმანეთს, ხო, შევისწავლით. ის მერე გავიდა ძალიან ბევრი წელი და თბილისში აღმოვაჩინე ჰენდფენის გურუ პეტრე ბაზაღუა, რომელიც ასწავლის ჰენდფენს და დავინტერესდი.
ჩავედი და შევხვდი handpans, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის. ეხლა ერთი შეხედვით რომ შევხედოთ ხო მისი ვიზუალური მხარე ძალიან საინტერესო რაღაცნაირი მისტიურიც არის მაგრამ და შეიძლება ადამიანმა მიფიქროს რომ რა უნდა მაგალითად ამ ინსტრუმენტზე დააკრას ხო მაგრამ ანუ ის რაც ერთი შეხედვით მაგივიჩას რთულია ხო ინდივიდუალური არის ეხლა ჩვენ როცა ჯგუფში გქონდა შეხება საკრავთან ზოგი უცებ ითვისებ და ჩემთვის აღმოჩნდა რაღაცა უფრო ისეთი ვერ დავამყარე უცებ კონტაქტი იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ბგერა ეს არის მხოლოდ საკრავი. მე უყურებ ამას ემოციურად და თითქოს აი პირველი შეხვედრა ჩვენი იყო ცოტა დისკომფორტი ერთმანეთთან და შემდეგ უკვე დავმეგობრდით. მე სულის საკრავს ვეძახი ამას. ეს არ არის უბრალოდ საკრავი, ხო, სულის საკრავს ვეძახი, კი. ჩემთვის ესე არის ეს და ბგერები, რომელსაც საკრავი გამოსცემს, ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს. ხსნის ფოთვებს, დაძაბულობას, ფსიქოემოციურ მდგომარეობას, საკუთარ თავში უფრო გაღრმავებს, უფრო გახედებს, სულში გამოგზაურებს და ეს მე ვთვლი, რომ ეს არის გასართობი საკრავი. ეს არის სივრცე, სადაც კომფორტულად გინდა რომ იგრძნო თავი საკუთარ თავთან და ესე მოთავსდები კომფორტულად, სიჩუმე ძალიან უყვარს ამ საკრავს, იმიტომ რომ თითო ბგერა უფრო კარგად აღიქმება და უფრო მოდის საკუთარ თავთან და რა ვიცი ძალიან კარგი მოსასმენია. ნამდვილად კი ბატონო, თქვენ ხართ იოგას ინსტრუქტორი. მე ვარაუდობ, რომ როდესაც თქვენ ატარებთ ამ თერაპიას, ან იოგას გულისხმობ, პარალელურად ალბათ უკრავთ, ხო, საკრავზე. აი როგორ ხდება ეს სინთეზი ერთმანეთში? ჯერჯერობით ჩემი სივრცე არ მაქვს იოგის, თუმცა მარტში დავაანონსებ იოგის სივრცის გახსნა, სადაც არა მხოლოდ ფენდფენის, სხვადასხვა საკრავების მოსმენა და შეგრძნება შეეძლებათ ადამიანებს და რა თქმა უნდა, ცოტა ისეთი სკეპტიკური შეხედულება იყო იოგასა და ბგერით საკრავებთან დაკავშირებით, რამდენად ერთმანეთთან ახლოს არის, იმიტომ რომ იოგა საერთოდ სხვა არის და ხო მიმართულება არის და ბგერითი თერაპია საერთოდ სხვა, მაგრამ ამ თანამედროვეობაში მოხდა ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეწყმამ, რაშიც მე ვერ ვხედავ. ვთქვათ, რომ იოგაში ბგერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც აი ძალიან პოპულარულ ბგერას ღომს რო ამბობენ, ესეც ვარ ხევა. ეს მანტრა, ხო, ბგერა, ხო, ანუ რა შინაარსის სხვა რაღაცაა და შესაბამისად ძალიან ახლოსაა მუსიკასთან ის რაღაცა და თუ თქვენ იპოვეთ დაუშვათ ეს ინსტრუმენტი როგორც შუამავალი ხო რაღაც ხო, აი გზა, თითქოს ხიდი ასანებსა და ბგერებს შორის. ხო, აი ჩემი შეხედულებით მე ვიცი რომ ჩვენ რამოდენიმე დღის უკავყავდა მოწვეული მაკა ანთაძე, იოგას ინსტრუქტორი, სადაც დეა დადიოდა წლების განმავლობაში და ესეც მაპროვოცირებელი იყო ალბათ ამ ყველაფრის რომ აქამდე მისულიყავით, იმიტომ რომ პირდაპირ ამ საგანთან, ამ ინსტრუმენტთან ესე ვერ მივა ადამიანი, იმიტომ რომ სულის ხმას ვეძახიო, ხო, როგორც თქვი და იოგაც სულის ამოძახილია, სულის მკურნალობა, გაიაროს უნდა თუ არა ადამიანმა ის გზა, დეა მაგალითად, რაც შეგაიარე, თუ შესაძლებელია პირდაპირ უბრალოდ მივიდეს და საკრავზე დაკვრა დაიწყოს და ამ კუთხით არ შეხედოს. ეს არის ხვის მაგერად მე ვისაუბრებ, თუმცა მე შემიძლია ჩემს გზაზე და ჩემს გამოცდილებაზე გესაუბროთ, როცა ცხოვრებაში ძალიან დეპრესიული, ესე რომ ვთქვათ, ჩავარდნა მქონდა, აი მაშინ ზუსტად მივაკითხე იოგას. ჩვენ მქონდა ფუფუნება, რომ ერთმანეთი ხშირად გვენახა იოგაზე. და აი ზუსტად აი აქედან დაიწყო ის სულში ჩახედვა და ის სულის მოგზაურობა და შემდეგ უკვე წამოვიდა ინტერესი, რა არის უფრო კიდევ მეტი რისი შესწავლაც, შეხებაც, ნახვაც და ხილვა შემიძლია ჩემი სულისთვის. ვერ ურჩევ ესე ადამიანს, ალბათ ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს, ვის როგორი გზა ურჩევნია, ვერ მიუთითებ, უნდა გინდოდეს, უნდა გიხაროდეს, უნდა მოდიოდეს შიგნიდან და ამას არ უნდა კეთებდეთ ძალით, ეს უნდა ხდებოდეს ბუნებრივად. თუ ეს ბუნებრივად არ ხდება, ჭირდება ხო შინაგან ხმას. იცი რა, ისეთი ხმები აქვს, რომ არ მგონია რაღაც ჭირდებოდეს გემოვნება. არა, ადამიანის შინაგან ხმას მოსმენა ჭირდება. ადამიანის შინაგან ხმას რა თქმა უნდა მოსმენა ჭირდება. დაკვირვება ჭირდება. ყველასთან არის ეს ამოძახილი. საკუთარ თავზე დაკვირვება ჭირდება, რაც დღეს ყველას არ შეუძლია და უფრო ზედაპირულად უყურებს ყოველდღიურობას, ვიდრე შიგნით რაღაცა სიღრმეებს, სხვა რაღაცებს აქცევს უფრო მნიშვნელობას, ვიდრე შიგნით სიღრმეს და სულს. ამ კუთხით მაინტერესებს, ანუ სასულე და სიმებიან ინსტრუმენტებს არ უყვარს სხვა. იმიტომ კი არა რომ რაღაც გიტარას ან დაუშვათ იმას საყვის სული აქვს, არამედ იმიტომ რომ ჰიგიენურად კარგია, როდესაც ერთი ადამიანი ფლობს და თვითონ უკრავს ამას. ამ შემთხვევაში ამასთან მე მგონი პრობლემა არა, ერთადერთი ხელის დაბანა თუ დაგჭირდება, ხო?
იცი ანუ მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტსაც, ხო ხარო თუ რამდენიმე ხელში გაივლის საყვირს უბრალოდ ვერ გადასცემას ეს სხვას, იმიტომ რომ იცი რა არის, მე არ უყურებ ეს ჩემ ძალიან ეგოისტურად მიწებებული მყავს, ხო, ძალიან ეგოისტურად მიწებებული მყავს ეს საკრავი, აი არ უყურებ ისე როგორც საკრავს. ჩემთვის არის ცოცხალი. მე მგონი ესე იგი შანსი არ არის ხელის მოკიდების. შეგიძლიათ სადოთ, მადლობა. არ მიდავრ გერა გავიგო. არა, შეგიძლიათ სადოთ, ხო. ხო, ბატონო. ბოდიში? აღიარე გულწრფელად რომ არ გიყვარს, როდესაც შენ საკრავს ხოს თხოვნი. ახლა მე სასულე ინსტრუმენტთან შეხება არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ ჰიგიენურად ნუ ძალიან როგორც უნდა დაახველვა, ესე ისე არ დამოკიდოს. სხვას მიაწოდებ, თუმცა იქაც არის სტერილიზაციის დეტალები, გამოცვალო შეგიძლიათ თავი საიდანაც არის ჩასაბერი. და დაგვის პროცესში სანამ შენ სტერილიზაციას ჩაატარებ და მეორეს გადასცემ, კიდევ მთავრდება ეს. ხო, გულის ხო სიმებს არ უყვარს, იმიტომ რომ ხელის ცხიმი გადადის და უშოთ სიმი ფუჭდება და ამიტომ ყველა ფიქრობს რომ აი არა. არა, ხო, მე გათხოვებს, მაგრამ აი სულს გამოაყოლებს. მე მესმის თქვენ ჰიგიენურ კუთხეს გულისხმობთ, მაგრამ ჩემთვის არის ჩემი მეგობარი, ხო. კი ბატონო, ანუ არა, როგორც სადოთ შეგიძლიათ. მე მინდა რომ რახან თქვენ უკრავთ, გავიგონო ამის გარდა მესმის რომ ბევრი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ მაყურებელმა იცოდეს რატო ლაპარაკობთ და ასე აღმატებულად ამ ინსტრუმენტზე, ხო, ვისაც მონასმენი არ აქვს, მით უმეტეს. შეგიძლიათ ერთი-ორი ბგერა რომ მოგვესმენინოთ? მინდა რომ თქვა სულ ახალი ვარ. ამიტომ და ჩვენ გერა გვაინტერესებს და არა სიმფონია. ხო. რამდენი ხანი დაგჭირდა აი ამის შესწავლისთვის? თან დასარტყამი ინსტრუმენტის ისაცაა. თქვენ ნახევარი გავდიოდი კურსს, თუმცა ხო, ანუ ყოველდღიურად? ყოველდღიურად რა კვირაში ორჯერ. კვირაში ორჯერ. ანუ გამოდის რამოდენიმე გაკვეთილი მაინც და არა ყოველდღიური მუშაობა. მაგრამ აი როცა სახში გაქვს, უფრო ისეთი არის, კარგი არის. ხშირი შეხება ჭირდება აუცილებლად საკრავს. მუდმივი კონტაქტი, როგორც სულიერთან. ანუ შესაძლებელია ჩვენი ტემპო რიტმით ავაწყოთ აქ თუ არის იმპროვიზაცია, მაგრამ ჯერ ალბათ ტექნიკა უნდა იცოდე ალბათ როგორ დაარტყა ბგერას, როგორ დაარტყა ინსტრუმენტს, რომ წამოიღოს ბგერა, იმიტომ რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია თითების აი თითის ბალიშებით ალბათ ხო? და შემდეგ უკვე იმპროვიზაცია, რა თქმა უნდა. დია, მაგალითად, პიანინოზე რა მელოდიის აღება შეიძლება იგივე გიტარაზე დაახლოებით იგივე ნოტებია. დაახლოებით იგივე ნოტები არის. აი ვიზუალურად მფრინავ თებში. ხო, აი კოსმოსი არის თქო. კოსმოსი. ო, იმიტომ რაღაცნაირი მისტიური ის ვიზუალი. ანუ სპეციალურად არის ალბათ ვიზუალიც ესეთი შექმნილი ოდითგან, რა? ხო, აი არ ვიცი, ვერ გეტყვი, ხელნაკეთი ნივთი არის და ხო, ალბათ ხო, აი ახლა მე მაინტერესებს თუ არის შესაძლებელი ამ ინსტრუმენტის დამზადება საქართველოში და ყავს თუ არა ბათუმში პედაგოგი, მაგალითად სურვილისამებრ რომ მომინდეს შესწავლა რომ დავეუფლო. ხო, ზუსტად ეს აღნიშნე, როცა დავიწყე მოძიება ბათუმში, მხოლოდ საქართველოში არის ერთი ადამიანი, პეტრე ბაზაღუა, რომელიც ამზადებს ინსტრუმენტს და თან ასწავლის ჰენდფენს კი. მხოლოდ ერთი ადამიანი თვითონ ამზადებს კი. ესე უნდა დაგელოდოთ. სრულყოფილად რომ შეიცვალოს. ჯერ
მე დამზადებასაც შეეხება და სწავლას არ ამგონია ის მხოლოდ ჩემთვის არის ვერ გავკადნიერდები ესე თუმცა შეგიძლიათ მიმართოთ ამ ადამიანთან დიახ, ეხება თუ არა პატარა საღამოები ამ თემასთან დაკავშირებით, რომ აი ქალბატონებმა ცოტათი განიტვირთონ მაინც და ვეწვიოთ ამ ულამაზეს საღამოს. აი ეს ჩემი სივრცე, რომელიც იქნება მარტში დავაანონსებ და გავხსნი, აი იქ იქნება ზუსტად არა მხოლოდ იოგა და ასანები, მსგავსი საღამოები, რომელსაც ეხა არ მინდა ესე რომ ვთქვათ რაღაცეები ვთქვა ისე რაც ჯერჯერობით არ არის. ზუსტად გაწერილი, თუმცა გეგმაში მაქვს და იგეგმება ძალიან ბევრი სასიამოვნო საღამო ჰენდფენის და ასევე კიდე სხვა საკრავებთან ერთად. ისე ამ ბოლო დროს მე მგონი უფრო მომრავლდა ქალბატონები, იმიტომ რომ ქალბატონები ჩანან ამ სივრცეებში სამწუხაროდ, შესაძლებელია კიდევაც რომ რა თქმა უნდა მამაკაცებიც თუნდაც იოგას დაეუფლონ, აი რაღაცა სულის უფრო ესეთი ტკივილი, დამძიმება, სულიად სამყაროში ხوار ხდება ეს ცვალებადობა, რომ აი თითქოს ადამიანები რომლებიც საკუთარ თავს მოусმენენ, ამ ამოძახს ამოусმენენ, სიღრმემდე ჩავლენ, თითქოს გადარჩებიან იმ გადაღლილობისგან, იმ შფოთვისგან, იმ ნერვებისგან, ზუსტად რომელიც აღიზიანებს, იმიტომ რომ აი ამ გაჯეტებმა ძალიან ბევრი ინფორმაცია წამოწია წინ და გონება ფიზიკურად ვეღარ უძლებს ამდენ რაღაცას და უკვე სტრესში გადადის ადამიანს. აი ჩვენი ყოველდღიურობა იმდენად რთული, იმდენად რუტინული გახდა და იმდენად გამატერიალიზდა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ, რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება ჩავიხედოთ შიგნით, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე აი ესეთი არის საკუთარ სულში მოგზაურობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც აღმოჩენა შეგიძლია, რასაც გარეთ ვერ ნახავ, ვერ იპოვი, ვერ დაინახავ, ვერ მოძებნი, ვერ მოусმენ, საკუთარ სულს სანამ არ შეიცნობ, მანამდე არ არის ჩემი აზრით ირგვლივ საინტერესო რაღაცები და მე უკვე ყველაფერს ვუყურებ სხვა თვალით, სხვანაირად. მე მგონი პატამ არაჩვეულებრივად გაგვიფორმა დიალოგი. რა იცი, ძალიან კომფორტულადაა მინორული გამა და იდეაში სადაც არ უნდა მოარტყა გამოგივა მუსიკა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დახელოვნება არ ჭირდება, იმიტომ რომ ყოველი მეორე ავაცილე. პატას არ უყურს მუსიკოს რო ეძახიან, მაგრამ პატა მღერის უკრავს და ამიტომაც არა, კაცო, მე მუსიკოსი გახლავთ. დახელოვნება ჭირდება ბგერის გამოყვანას. არის ინსტრუმენტები, რომელიც შეიძლება ერთსიმიანი იყოს და ერთი ნოტი კონდეს, მაგრამ იმ ერთ ნოტს თუ არა დიჯირიდუ არის, მაგალითად ავსტრალიური ვიცით, 6 მეტრიანი მილია და ერთი ბღორინი აქვს მხოლოდ ერთნოტიანი, მაგრამ იმაზე თუ სწორად არ დაუკარი, იქნება კატასტროფა. დაჭრილი სპილოს ღრიალი იქნება და ისე ერთი ნოტით ახერხებენ ადამიანები იმდენი სიხშირის ცვლილებას და ბგერის რომ შორის ძალიან უხდება ჰენდფენს კომბინაციაში. კი, რა თქმა უნდა და შეიძლება აი წახვიდეს სადღაც დაისვენო შიგნით და დაბრუნდეს. შვებულება აი. მე იცი რა მაინტერესებს ჩემთვის ახლა მაგალითად ამ საკრავის მელოდია და ხმა არის უფრო გარესივრცის, აი ბუნებაში როცა იმყოფები და რაღაცნაირად აი შენობასთან ცოტა ვერ ხმაური არ უხდება. არ უხდება ხმაური. როგორც საკუთარ სულში ჩაღმავება. ჟღერადობა იგივეა თუ გარესივრცე, აი მაგალითად ბუნებაში უფრო შლის ხმას, ვიდრე დახორციელებს. უჩულის სურვილს აღძრა. ხო. კი. ჩვენ დაგვეძინა ხე გადაცემის სრულობისას. თუმცა აღმოსავლურ პრაქტიკებში ასევე არის, ნუ ეს ხო სუბიექტური სურვილი ხო თქვენ ეს ინსტრუმენტი მოგეწონათ ვიღაცას, ის ზარი მოეწონა ვიღაცას რაღაცა და ეს ბევრი ინსტრუმენტები ყველას რაღაცნაირი ინდივიდუალი ბგერა. ყოველთვის აი ინსტრუმენტებს რაც აღმოსავლურ პრაქტიკებში გამოიყენება ხოლმე, აი თუნდაც ერთბგერიანია ჩამოკრავ და ეგრევე გაქვს სურვილი რომ შეწყვიტო ეს ლაპარაკი, რაზეც პრინციპში აპელირებენ ხოლმე აზიაში, რომ ეს ლაპარაკი და ეს ტვინში ხანდახან გაუთავებელი ბუტ-ბუტი შენი ფიქრების უნდა გააჩერო და ძალიან უწყობს ხელს, მე მგონი იმ ადამიანებსაც შეუწყობს ხელს, ვინც ჯერ ვისაც არ დაუწყია პრაქტიკები. კი, ზუსტად. კი, ესეთი აი ხა მე რიყოჩა. ხო, წავიდა, მე ეს გაგვიმჩნია. იცი რა, იგრძნო უნდა. ეხლა ვიხდი რომ იგრძნო და გაყვე შენს ემოციას და ხელი თავისით მიდის. ხო. მე მუსიკოსი არ გახვალ. ხო და მე თქვამიდოდა რომ მეც არ მქონდა შეხება მუსიკასთან. საკრავთან პირველი არის ჩემთვის ხო და ძალიან დიდი მადლობა ამ განცდისთვის, იმიტომ რომ ალბათ ეს ამ კონკრეტულ ეთერში ახლა დღეს ალბათ ძალიან მჭირდებოდა და მოხდა ჩვენი დამკვირვება, ასე. ნამდვილად და დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ერთ არაჩვეულებრივ საღამოს.
მოვისმენთ. იგეგმება სხვათა შორის გეგმაში. ძალიან მოუხდება პოეზიას მე. ჩვენ სამწუხაროდ ვერ გავაშუქეთ, მაგრამ მაკას დაიყო დეა და მაკა უკვე ერთია, კი. ერთ იოგას ინსტრუქტორებად უცებ გონებაში მყავს მოსაზრებული. დეას ყავდა მოწვეული ეს ჯგუფი, სადაც იყო ძალიან ბევრი ქალბატონი მოწვეული და საოცარი საღამო გამოვიდა. ორი სიტყვით გითხარი ამ საღამოზეც. აი ეს ზუსტად ამ ადამიანის დაარსებული არის ეს ჯგუფი ჰანგი და იყვნენ ჩემი მასწავლებლის ხო ბათუმში იყვნენ ჩემს კი ჯგუფი ჰანგის 14 ადამიანი არის გოგოებიც და ბიჭებიც ანუ კომბინაციაში და ყველა საკრავის ერთად მოსმენა არის აი სასწაული. ანუ ორკესტრივით ხო ეს ხედავთ ამ სურათებს. უბრალოდ ანუ სიტყვები არის ზედმეტი აქ უნდა მოისმინო. ყოველთვის მაქვს ემოცია ქონდა საინტერესო. ემოცია იყო აი არ ვწიროდნენ ის რაღაცები, რასაც ვერაცნობიერებდნენ ზუსტად იმ საღამოს ისე მოხდა, რომ ალბათ საკუთარ სულში ჩახედვა, რაღაცებზე დაფიქრება, რაღაცების აღქმა, ის ბგერები, ანუ ვიბრაციები, ბგერები ისეთი აქვს, რომ პირდაპირ ემოციებზე, სულზე, აი აქ მოქმედებს და შეუძლებელია ამას მოусმინო, აი ესეთი ფხიზელი თვალით, სადღაც სხვაგან ხარ. ხო, მაგრამ თან უნდა ვთქვათ, რომ აუცილებელი არ არის ცუდად ვიყოთ და რამე გვაწუხებდეს, რომ ამისთვის ვწიროდეს, შეიძლება ბედნიერებისგანაც ემოცია დარბაზში რა წამოიღო, ემოცია იყო ზუსტად ესეთი, ფონი იყო ერთნაირი. ყველას რაღაცა ესეთი აღმატებული, დაფიქრებული, რაღაცა ესეთი ცრემლიანი თვალები. ნუ არ ვიცი, ალბათ შეიძლება დღევანდელი ცხოვრების და მის გამომდინარეა რაღაცეები, ხო, რა თქმა უნდა, ემოცია შეიძლება რომ იყოს ძალიან კარგ ხასიათზე და გინდოდეს რომ ის ემოცია გამოუშვა, პირიქით შეიძლება იყოს სევდიანი და ისიც გინდოდეს ერთმანეთთან ურთიერთობა, ახლა დავფიქრე მეგობრების შეკრებაზე რო აღშეკითხვა ხოლმე რა წამოვიღო, ხო, ის ხომ წვენს რამეს იმას ამას და პირდაპირ პასუხი იქნებოდა კარგია ნებისმიერ წვენს და რამეს აჯობებდა თან ჯანსაღ შეგრძნება. რა წამოვიღო, ხედავ რა თქმა უნდა ეგ წამოიღო. მალე ეს დროც მოვა მე მგონი, იმიტომ რომ ისე გადაიღალა ადამიანები, გამეორდები და ვიტყვი რომ ეს უკვე აი აღაფრთოვანებს, სულსაც ამშვიდებს და გვინდა არ გვინდა რაღაცა წამებით მაინც შევჩერდებით და ოდნავ მაინც ჩავიხედავთ. შეგინ და არ გავიქცევით და ათ საქმეს ერთად არ გავაკეთებთ. კი ბატონო, თუნდაც ფიქრში. კი ბატონო. მედი მაქვს რომ ის საღამო რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რომელიც თურმე ბათუმში ჩატარებულა და ვერ გავიგეთ, განმეორდება კიდევ და ყოველთვის მაქვს ხოლმე პრეტენზია, რატომ ვერ ვიგებთ ინფორმაციას მსგავს ღონისძიებაზე ხო? პრეტენზიული ყოფილი. მე ვიცოდი ეს ინფორმაცია, უბრალოდ დროის ამბავში ვერანაირად ვერ სხვა დროს აღარ გამოგვაყარო მე. მოკლედ როგორც მივხვდით, იგივე სოციალური ქსელის საშუალებით, ახლა ჩვენ რაღაც შეიძლება კერძო ღონისძიებაა და ის რეკლამა არ გამოგვიდეს, მაგრამ ყოველთვის გაქვს საშუალება მოძებნოთ მსგავსი ღონისძიებები ჩვენთან. ხდება თურმე ეს და ხდებათ არა ესეთ ორკესტრულ დონეზე და შესაბამისად მიხვიდეთ და დაატკბეთ, ჩაიხედოთ საკუთარ თავში, გადახედოთ თქვენს გვერდზე მიჯდომებს და ხანდახან დაისვენოთ ზედმეტი ფიქრისგან. დეა, ასევე მნიშვნელოვანია ახსენე, რომ იოგას ინსტრუქტორი ვიქნები ძალიან მალეო, უფრო პროფესიული თვალსაზრისით. აი ეს სხვა თემატიკაა, მაინც განსხვავებულია თავიდანვე აღნიშნეთ. აი ეს მეორე კიდე სხვა თემატიკა. აი თუნდაც იქ რო პროფესიულად ესე დაგეხვეწა საკუთარი თავი და ამ გზით წასულიყავი, რამ განაპირობა? თან ასევე ახსენე, რომ ძალიან ბევრი რამ იქნება შენ სივრცეში და თუ შეიძლება რომ გაგვიზია, რომ კიდევ რა დაემატება. აი ყოველთვის მქონდა დანაკლისი რაღაცა ბათუმში, სადაც არ იქნებოდა ესე რომ ვთქვათ სასმელი და სადაც არ იქნებოდა ესე ვთქვათ ისეთი მუსიკა, ენერგიული მუსიკა, იმიტომ რომ ბევრი არის ესეთი, სადაც შეგვიძლია მივაკითხოთ, გავერთოთ, დავლიოთ, რაღაცები გავაზიაროთ, მაგრამ აი არასდროს არ იყო ისეთი ადგილი, სადაც გაიქცევი, უბრალოდ დაჯდები, მოისმენ, მშვიდ მუსიკას, ჩაის მიირთმევ, რაღაცას ახალს გაიგებ, პოეზიის საღამოები, აი ესეთი ერთი სივრცე, ესეთი რომ აი მივაკითხოთ ბათუმში, თითქოს არ იყო და ზუსტად ეს მაქვს გეგმაში, რომ უამრავ ადამიანს შორის იყო მაინც მარტო. ეს გინდოდეს ზუსტად ხო. და ეს მაქვს გეგმაში, მოდიხარ როგორც შენ სახლში და იქ არა მხოლოდ იოგის გაკეთება, ჰენდმენის მოსმენა, შეგიძლია უამრავი ნიჭიერი ადამიანის მოსმენა, რომელიც სამწუხაროდ არ ჩანს. და ბევრი აზრის გაზიარება, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით. ჩვენ რაც არ უნდა გვჭირდებოდეს და გვიყვარდეს მარტო ყოფნა, სოციალური არსებები ვართ და ერთმანეთი გვჭირდება ბევრი რაღაცისთვის, რომ შევავსოთ ერთმანეთი, ერთმანეთს რაღაცები გავუზიაროთ და ეს არის ზუსტად რაც მაქვს მე
მარტში დაგეგმილი აპრილში სერტიფიცირებული იოგის მენტორი გავხდები, ესე ვთქვათ. ძალიან მიხარია ეს, იმიტომ რომ აი ზუსტად ჩემმა ცხოვრების სტილმა, მატერიალურმა გარე სამყარომ დამაფიქრა იმაზე, რომ ეს რაღაცები, რაც ჩემს ირგვლივ ხდება, არ მომწონს, არ მინდა, რაღაცებს არ ვემხრობი, რაღაცები ჩემთვის ზედაპირულია და სად არის სული? კითხვა მაწუხებდა, სად არის სული, სად არის ის, რაც შიგნით გვაქვს და რატო გვაქვს ესე დამალული და რატო ვართ აი ესე გარედან საერთოდ სხვა ადამიანები და შიგნით საერთოდ სხვა. და ის მინდოდა რომ ის გარედან გამექრო და ყოფილიყავი ის, რაც მომწონს, მიყვარს, ზედმეტი ესე რომ ვთქვათ, რთული გზა გაიარე ალბათ აქამდე სანამ მოხვედი, იმიტომ რომ მარტივი არ არის, რაზეც ვსაუბრობთ ეხლა. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და თითქოს ესე როცა ვსაუბრობთ, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არის ისეთი დეტალები, ისეთი ნაბიჯები, რომ სადღაც მაინც წამოვეშველებით ერთმანეთს და ვეხმარებით. აი რა შეიძლება რომ მაყურებელს გაუზიაროთ, ვისაც აწუხებს მსგავსი როგორ გითხრა, აი მდგომარეობა, რომ ეს არის საკუთარი თავის ძიება. დაეხმაროს. ძიება. ეს შეიძლება ბუნებრივად მოხდეს თუ რაღაც კონკრეტული უნარი მე გჭირდება. ვფიქრობ, რომ აი რომ იწყებ საკუთარი თავის ძიებას მაშინ, როცა იქ ხარ, სადაც არ გინდა რომ იყო. ან იმ სივრცეში ხარ, სადაც ფიქრობ, რომ იქ შენ არ ხარ ისეთი, როგორიც ხარ სინამდვილეში. და მე უკვე იწყებ იმას, რომ რა გინდა შენ და რა უნდა სხვას არა. რა გინდა შენ, რა გიხარია შენ, რა მოგწონს შენ, რა გაბედნიერებს შენ და აი მანდ უკვე იწყებ საკუთარ თავის ძიებას. და არის ძალიან ბევრი საშუალება, რომ მენტორები არსებობენ, ფსიქოლოგიური ტრენინგები არის ძალიან ბევრი საშუალება იმისთვის, რომ გაიზარდო, ისწავლო, გაიგო, შეიმეცნო და ტრანსფორმაცია მოახდინო. გამოდის, რომ ადამიანი მაშინ იწყებს რაღაცა შინაგანი მეზიებას, როდესაც ვერ ვისაუბრებ ფაქტებთან, როგორი რაღაცა. არა, ლოგიკურადაც რომ იმჩნევთ, მე მგონი ასე. ხო, აი რაღაც სტრესები უნდა იდგეს, ალბათ ჩემს შემთხვევაში, რომ რაღაც მოგინდეს, რომ გამოვასწორო, არა, შეცვალო შენი ცხოვრება. ნუ, პრინციპში ისტორიის განვითარების განავხედავთ, მაგის გარეშე არაფერი ცვლილება არ მოხდა, რომ ადამიანები, როდესაც განცხრომაში არიან, ნუ ისინი არაფერს არ ქმნიან. არც საკუთარი თავისთვის და არც იმათი დამტყუნებაც და ხო, როგორც ფაქტი. ხო, კი, იმისთვის ის ნორმალურია, იმისთვის ის რუტინა დამაკმაყოფილება, იმას არ ჭირდება ჩაღრმავება, ის კომფორტულად გრძნობს თავს და არ ესმის შენ რას ეუბნები. არ ესმის, ვერ ხვდება და არც ღირს რომ ვიღაც რაღაცა. ნუ კომფორტში ბორბალი არ შექმნილა მოგიწევს. აი, ყველას თავისი იყო კომფორტის ზონიდან გამოსვლა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რომელიც იყო ძალიან საინტერესო. მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ, დეა, ძალიან საინტერესო გზა საათ გახარ და აუცილებლად კიდევ მოგიწევთ სტუდიაში, როდესაც აი ამ ვიზუალურ სივრცეს გახსნი, სადაც ალბათ ძალიან ბევრი ლამაზი საღამოა. მოგიწევთ და თან გეწევით. მადლობა. ჩვენ რამდენიმე წამს აგიბრუნდებით, რა თქმა უნდა. საქართველოს ეროვნული ბალეტის სუხიშვილები წარსდგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე კარნეგი ჰოლში. ეს გამოსვლა მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ანსამბლის ისტორიაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული ცეკვა მსოფლიო სცენაზე დამოუკიდებელი და ამოუცნობადი ხელოვნების ფორმაა. კარნეგი ჰოლის სივრცეა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შესრულების ხარისხსა და არტისტულ სიზუსტეს. სწორედ ამ კონტექსტში ქართული ცეკვა წარსდგა არა როგორც ფოლკლორი, არამედ როგორც სრულფასოვანი სცენიური ხელოვნება, ენერგიით და დახვეწილი ფორმით. აი ზუსტად ეხლა პირდაპირ ეთერში ყავს ჩვენ სუხიშვილების მოცეკვავეები ნათია ბაკურაძე და თამარ დვალი. მოგესალმებით გოგონებო. მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო, ხედავთ, რომ ესეთი სარეპეტიციო განცხრომაში ხართ, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოიცალეთ, რომ გაგვიზიაროთ ის ინფორმაცია და ის წარმატება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხელოვნებისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი. გვესაუბრეთ აი ამ შესანიშნავ დღეზე, რა ენერგიას დატრიალდა კარნეგი ჰოლში. ოღონდ ჩვენ კიდე გამოყოლილი გვაქვს ეს ემოციები. ვართ ძალიან ამაყები
განსაკუთრებული დღე იყო, ვფიქრობ, ისტორიაში, ქართული კულტურის ისტორიაში ჩაიწერება 17 იანვარი 2026 წელი. ისეთი ემოცია ქონდა, ისეთი მღელვარება, განსაკუთრებული დღე იყო ყველასთვის, მთელი ანსამბლისთვის და თითოეული წევრისთვის და იცით რა არის, ძალიან რთულია ახლა მგევართ, პირდაპირ ეთერში ვარ და ძალიან რთულია აგიწეროთ ის ემოციები. იმიტომ რომ ყველაფერი ერთად იყო, მღელვარება, სიამაყე და ვფიქრობ, რომ მარტო სუხიშვილებისთვის კი არ იყო ეს კონცერტი მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისთვის და ყველა ანსამბლისთვის ძალიან საამაყოა. თამარ, თქვენ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ დიდ სცენაზე გიცეკვიათ, არაერთი ოვაციები მიგიღიათ, მაგრამ აი ეს იყო მოვლენა, იმიტომ რომ ქართველებისთვის, ქართველი მოცეკვავებისთვის, ხელოვანებისთვის იყო პირველი და აი ეს არის აღსანიშნავი. კი, რა თქმა უნდა, დამეთანხმები ალბათ მერიკო, რომ კარნეგი ჰოლი ყველა ხელოვანმა იცის თუ რა მნიშვნელოვანი სცენაა და თან ნიუ-იორკში ხომ ესეთ სოფლიოს დედაქალაქად წოდებულ ქალაქში ვიყავით და ჩვენთვისაც ეს ძალიან ისე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი და იცით როგორ ვემზადებოდით რამოდენიმე თვით ადრე ესეთი სერიოზული მზადება გქონდა ყველა დეტალს, ყველა მოძრაობას ესეთ მნიშვნელობას ზოგადად ეხა ისე გამოდის რომ საკონცერტებზე არ არის როზისკებლობა ასეთი თუმცა აი განსაკუთრებულად ვემზადებოდით იმიტომ რომ ეს იყო მთელი ქვეყნის წარდგენა სოფლიოს წინაშე და ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებულად შევძელით ეს. ეთორს სიტყვას დავამატებდი მეც იმის თაობაზე რომ ხო იმის მიუხედავად რომ აი ამისთვის ძალიან ბევრი თვეები დაგვჭირდა ვემზადებოდით ემოციურად იმისთვის რომ არ გავარდგოთ კარგად. შეგვიძლია ძალიან მოხერხებლად გვიჭირავს ეს ტელეფონი და უკაცრავად ამის. არა უშავს, ყველაფერი იზია. ხო, ვფიქრობ რომ აი რაც კი აქამდე ჩვენთვის პირადად როგორც მოცეკვავეებისთვის რაც კი აქამდე მსოფლიო მასშტაბით ოპერებსა თუ ფილარმონიებში ჩვენ დარბაზებში ვიშრომია და გვიცეკვია ეს ყველაფერი ერთიანად დაჯამდა და ჩვენ გამოვედით კარნეგი ჰოლის სცენაზე და ეს არის დარბაზი, სადაც 130 წელია არსებობს უკვე და იქ გამოდის ძალიან მაღალი რანგის პიანისტები, არტისტები, ოპერის მომღერლები, კომპოზიტორები და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ქართული მოცეკვავე და ბალეტი კი საერთოდ ცეკვა არასდროს არ ყოფილა. პირველები ვართ ჩვენ, ვინც დაადგა, ასე ვთქვათ, კარნეგი ჰოლის. ბრავო, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის უნიშნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ცხვირის აბზუებადი მედი არ ჩამოთვლით, მაგრამ 130 წლის შეიძლება არის კარნეგი ჰოლი, მაგრამ 80 წლისაა დაახლოებით სუხიშვილები და თანატოლები არიან და ჩვენ მაგალითად თქვენ გაგასწრებით, თქვენ ნერვიულობდით, ასრულებდით ამ ყველაფერს, ჩვენ ეჭვიც არ გვეყარებოდა თქვენ რასაც გააკეთეთ. 80 წლის იუბილე გვაქვს, კი ბატონო, მთელი წელი ჩვენი საიუბილეო დღეებია და ამ წელს დაემთხვა ეს კონცერტიც და შემთხვევით არაფერი ხდება და არ შემიძლია რო არ აღნიშნო ეხა ეს, იმიტომ რომ სოციალური ქსელი იყო აი არ ვიცი ესე აბობოქრებული, ეხა კადრებიც გადიოდა უნიჭერესი არტისტი რობერტ დე ნირო მოვიდა თავის მეუღლესთან ერთად და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ არის ის რომ ის იყო აღბრთოვანებული ქართული ცეკვით, ქართული შემოქმედებით და შემოვიდა კულისებში და თქვენ ნახეთ მისი დამოკიდებულება, მისი უკუკავშირი გაგიზიარათ მან და ეს კიდევ ერთხელ უნდა გამეორდე, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. არა მარტო ის, რომ რობერტ დე ნირომ შეაფასა, არა მარტო ის, რომ თუნდაც სცენაზე ვიდექით და ასეთი შემოქმედებითი ცეცხლი დაანთეთ, ის რომ როგორც ჩემმა წამყვანმა პაატამ აღნიშნა 80 წელი არის ეს ანსამბლი და 1945 წლიდან ურთულეს პერიოდში დაიწყო მისი მოღვაწეობა, შენარჩუნება და ერთ-ერთი ურთულესი და უძლიერესი დასიყავს და იმ ემოციებზეც გვესაუბრეთ კულისებში. ფარტეხილებს გაუძლო ამ ანსამბლმა და კიდევ ძალიან დიდხანს იქნება, მე ესე მგონია გადაეცემა თაობებს, ჩვენი ტრადიციები და ყველაფერი
იქნება ისე უმაღლეს დონეზე, როგორც იყო სულ თავიდან. თან ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ 80 წლისთვის კარგად შემონახულ ხართ. რამდენი წელია ცეკავთ თამარ, ნათია, მაყურებელს ალბათ აინტერესებს და მე ჩვენც გვაინტერესებს რა თქმა უნდა. რამდენი წელია ამასაბლის ოჯახის წევრები ხართ? მე პირადად 21 წელია სოფიშულების ანსამბლის წევრი ვარ. მე 19 წელია მე 13-ში დაიწყო. ხო, მნიშვნელოვანი ფაქტია ეს, იმიტომ რომ ვინც შედის და ეზიარება ამ ოჯახის სიტუაციას და ხელოვნების, შემდეგ მე მგონი ყველა რჩება, ხო? ყველა რჩება, ვისაც არ დაუშვებენ აქ ესე რჩება მოხვიდე მარტივად, მაგრამ რამდენად მარტივად დარჩები და გააგრძელებ აქ გზას, ეს უკვე სხვა რაღაცებია დამოკიდებული და არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ფანტასტიკური მოცეკვავი მოვიდეს ულამაზესი და ფრინავდეს, მაგრამ მოხდეს ისე, რომ არ მიიღოს ანსამბლმა. ესეთებიც ხდება. ანუ გუნდურ მუშაობაზე ხართ ორიენტირებული და შესაბამისად აი ეს ურთულესი რეპეტიციები რაც ხდება იმისთვის, რომ თანხმედრაში მოხდეს, ხო, ამდენი ადამიანი ერთდროულად ასრულებდეს სინქრონულად რაღაცებს, ეს ადგილი არ არის, თუნდაც, რა ვიცი, ვინმე სოლო, სოფლიო, მოცეკვავე ვარსკვლავი. დიახ, ის ბრწყინვალება, რასაც მაყურებელი ხედავს სცენაზე 1 საათი, 2 საათის განმავლობაში, ამის მიღმა ძალიან დიდი მუშაობა და დისციპლინა დგას შესაბამისად. ჩვენ ძალიან მუშაობთ ჩვენს თავზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობა. უფრო რთულია. თორემ ესე ცალ-ცალკე ყველა აბსოლუტურად გეთანხმები. 9-10 თებერვალს ფილარმონიაში იუბილე გაქვთ, 80 წელი უსრულდება ჩვენს ანსამბლს და ანუ რა პროგრამით წარსდგებით, იმიტომ რომ პროგრამები რა თქმა უნდა ცვალებადია, ხო, ალბათ. ხა, ამიტომ რომ რამიშვილებიც ვიცით, ჩვენ ქართული ნაციონალური ცეკვებიც ვიცით, რა არის ამჟამად ის შეთავაზება მაყურებლისთვის და ალბათ ბევრი სიურპრიზიც გექნებათ, იმიტომ რომ იუბილეა, რომ გაგვიზიაროთ. ჩვენთვის მაინც რო არის სიურპრიზი. ამერიკა ჩვენ აი ამ ემოციური კარნეგი ჰოლის და ესეთი ასე ვთქვათ, ღირსეული წარდგენის შემდეგ ზუსტად იგივე პროგრამით წარდგებით ჩვენი ყველაზე საყვარელი მაყურებლის წინაშე, ქართველი მაყურებლის წინაშე, ოპერისა და ბალეტის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში და ეს იქნება შერეული პროგრამა, როგორც გვაქვს პირველ პროგრამაში, გაყოფილებაში გვაქვს ტრადიციული ცეკვები და შემდეგ შერეული ახლებური ცეკვებიც იქნება. რაც კი 80 წლის მანძილზე დადგმულა ცეკვები, სხვადასხვა ცეკვებია ამ 80 წლის მანძილზე დადგმული ცეკვებიდან არის შერჩეული პროგრამა, სპეციალურად სახელდახელოდ არის გაწერილი. ზუსტად იმავე პროგრამას ვცეკვავთ და იგივე კონცერტს ვცეკვავთ, რაც ვიცეკვეთ კარნეგი ჰოლში. ნათია, თამარ, ასევე არ შემიძლია ბოლო კითხვაც ასე დაგისმევთ, არ აღნიშნო ეროვნული ბალეტი და არა კლასიკური ბალეტი, ქვია სუხიშვილების ამ უდიდეს ანსამბლს და აქ არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომ გარდა იმ ცეკვებისა, რომელიც მოდის ოდითგანვე, რამიშვილები, რომელიც თანამედროვე ბალეტთან არის ძალიან ახლოს, ქართულის მოცეკვავებმა შეძელით, რომ ამხელა გარდასახვა გაგეკეთებინათ, რაც არ არის მარტივი. ორი სიტყვით რო გითხრათ, იმდენად დიდი მზაობა აქ თვითონ დასში, რომ ქართული ტრადიციული ცეკვიდან გადავდივართ ქართულ თანამედროვე ეროვნულ ბალეტზე. როგორ მოხდა ეს გარდატეხა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თვითონ სუხიშვილებში ახალი ეპოქა დაიწყო ზუსტად ამ მიმდინარეობით. სუხიშვილები ყოველთვის იყო ამ ახლის ძიების, ურთულესი ცეკვებისა და ნახაზების წარმომადგენელი, რომელიც მართლაც პირველები აკეთებდნენ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ეს ახლაც გრძელდება. ძალიან ესეთი სკრუპულოზური მუშაობის შედეგია, თითოეული მოძრაობა არის გამოყვანილი, ნამუშევარი და ნაფიქრი. არაფერი ისე არ კეთდება, აქ არც ერთი დეტალი ცეკვის მიმართულებით, რაც არ არის კარგად გაწერილი და დამუშავებული. შესაბამისად, ეს არის საათობით შრომის შედეგი. დადგმის პროცესი როცა არის, ჩვენ დილიდან ღამემდე ვმუშაობთ, პროცესი არის ძალიან რთული, სანამ გამოვიტანთ ამას ყველაფერს მაყურებლამდე და აუდიტორიის წინაშე, ძალიან დიდი და ბევრი ოფლი არის დაღვრილი თითოეულ ილეთსა და მოძრაობაში.
ისი გაგაწყვეტინებ შენ ახსენე რამიშულების პროექტი და მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო შენს კომენტარს. მეცი რა არის ხშირად გამიგია მე და ვამბობთ ხოლმე ჩვენ რომ ქართული ცეკვები არ უნდა იყოს მუზეუმად ქცეული და უნდა მუდმივად ვითარდებოდეს და ისტორიულ სუფრიშვილები ამას ძალიან კარგად ახერხებს თავისი გემოვნებით, თავისი მიდგომებით ქორეოგრაფიაში ინარჩუნებს ჩვენს ტრადიციულ ღირსებას, ჩვენი ტრადიციული ცეკვების ელემენტებს და რაღაც ახლებურად წარდგებით ხოლმე ჩვენი მაყურებლის წინაშე. და ქორეოგრაფიასაც ვფიქრობ, რომ ჭირდება ის გემოვნება და რაღაცა მიდგომა ისეთი სხარტი, რომ მაყურებელმა ძალიან კარგად და ისე მაყურებელის გემოვნებიანი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს რომ გაიგოს და ქართულ მაყურებელს ეს ყოველთვის ძალიან კარგად ესმის და ვფიქრობ, რომ რამიშვილებიც ისე კარგად და წარმატებით წარდგა ქართული მაყურებლის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა, აღარ მოგაცდებით. რეპეტიციას უნდა შევუერთდეთ და ჩვენ კი დაგემშვიდობებით და დიდ წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, ნახვამდის. კარგად იყავით, მადლობა. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, ხოთი ეს კარგი რაღაცა აღნიშნა, იმიტომ რომ ჩვენთან იყო ხოლმე წლების განმავლობაში რაღაც კონფლიქტური სიტუაციებამდეც იყო მისული რაღაც ტელევიზიები აშუქებდნენ ხოლმე, რომ აი რას უშვებიან ცეკვებს და რაღაცას და ერთხელ ძალიან კარგად გამოვიდა და ხოთი ხისტად აღნიშნა ილიკოს უხშიმა, რომ ბაბუაჩემის დადგმულ ცეკვებზე მეჩხუბებით რომ ხალხურიაო და ანუ ზუსტად ეგ სწორად გამოიყენა ფოლკლორი, არ დაუკარგო სახე, მაგრამ რაღაცა ჩაამატო, მოამატო და ეს ყველაფერი გამოჩნდეს ორგანული, ხო? იმიტომ რომ არა ახლა ვიღაცის პირადი საკუთრება ფოლკლორი, მაგრამ ისევ და ისევ ამ კონკრეტული ჯგუფის მიერ გაკეთებული და დახვეწილი რაღაც კომპოზიციები ხანდახან გგონია რომ ხალხურია და ეს ასე არა. თუმცა არც აკლდება ამით არაფერი, პირიქით ემატება. ხო, ძალიან სწორად აღნიშნა, როცა თქვა, რომ ანუ თავარია რომ გემოვნებიანად გაკეთდეს, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა კარგად იცოდეს თავისი საქმე და იდეალურად ასრულებდეს, მაგრამ ეს არ იყოს გემოვნებიანი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დასს და რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვაკვირდებოდი ამ პერიოდს, რომ მარტო დასი არ იდგა სცენაზე, იქ იდგა მთელი საქართველო, რომელიც ძალიან ამაყობს და ეგრეც არის ყოველთვის. კი, ბატონო, და ნებისმიერი საზოგადოების ჩვენი ქვეყნის მათ შორის აღზრდა იწყება ბავშვობიდან, ხო? და ამ აღზრდაზე გუშინაც ლაპარაკობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიცოცხლის დაფასება ვასწავლოთ პატარებს. ჩვენთვის სწავლოთ და ბავშვებსაც ვასწავლოთ იმისთვის, რომ კარგად გაიგონ თუ რა არის, როგორ შეიძლება არ აწყენინოს სხვა ცოცხალ არსებას და ამაში ჩვენ გვეხმარება ძალიან კარგად ცოცხალი არსებები, რომელსაც უფრო უმცროს ძმებს ვეძახით, მაგრამ სინამდვილეში ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი არსებები არიან, მათ შექმნაში ადამიანებს არ მიუღეთ მონაწილეობა, ნუ შეჯვარებაში შეიძლება, მაგრამ შექმნაში არა და ადამიანის ურთიერთობა ცხოველებთან ხშირად აჩვენებს თუ როგორები არიან ისინი. და როდესაც ადამიანები კარგად ეპყრობიან ცხოველებს, ხშირად, ნუ ყოველ შემთხვევაში კვლევის თანახმად, ხშირად ასოცირდება იმასთან, რომ ეს ადამიანები სხვა ადამიანებთანაც კარგად ურთიერთობენ. კი ბატონო. მაგრამ სტატისტიკა რა თქმა უნდა ცნობილებებსაც გულისხმობს სამწუხაროდ. მოგეთ ცნობილი გამონათქვამი, აი მაგალითად სტუმრად რომ მიდიხარ ოჯახში, სადაც ცხოველი არის, კატა იქნება თუ ძაღლი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს და ცხოველი რო შენთან ურთიერთობას ცდილობს, მასპინძელი ამბობს ხოლმე რომ ძაღლი გრძნობს კარგ ადამიანს. სტატისტიკურად არა, მე ვფიქრობ რომ რეალურადაც. კატები უკუღმართები არიან, იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემი მეგობრები ჩემთვის ძალიან მოეწონე. ხო და უკვე ეს ვინც ვერ იტანდა კატებს სპეციალურად მიდიოდნენ იმათთან. ანუ კატები ხო უკუღმართი არსებები. სპეციალურად მიდიან ხოლმე. მოკლედ, როგორ შევარჩიოთ ბავშვებისთვის ცხოველი, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა ბავშვებს რა უნდა გავაკეთოთ მოკლედ, რომ ცხოველი ძალიან კარგად ჩაჯდეს ოჯახში და გახდეს სიყვარული და მშობლების როლი ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება ბავშვის უბრალო აკვიატება იყოს ეს, იმიტომ რომ ის მეგობარს ყავდეს ცხოველი და მასაც უნდოდეს, რომ სახლში ყავდეს, მაგრამ ამ დროს დიდი დაფიქრებაა საჭირო და სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ მე მგონი. კი ბატონო და გალბონი მარიკა ცირიკაშვილი მოაჩვეთა სტუმრად. კი ბატონო, ვეტ ინჟინერი. მოგესალმებით. მშვიდობის და მოგესალმებით. იყო ჩემი ფეხი პირველად ვარ თქვენ სტუდიაში. ჩემთვის მაგალითად ძალიან რაღაცა პირველად
შევხვდი ამ სიტყვას ვეტინჟინერია ხო, ეს ვეტინჟინერია რას ხო. ნუ პირველ რიგში ჩემი აღფრთოვანებას უხიშვილებიდან ისეთი ლამაზად გადახვედით ამ განსხვავებით. ჩვენ ხოლმე მაგისტრის ვართ ეგრე. ამიტომ გვითხოვენ. აი ასე იყო. ხო, ვეტინჟინერია რას ნიშნავს? თლად ვეტერინარი არა, მაგრამ დაახლოებით გარკვეული ვართ რაღაც манипуляციების შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არც იყო აუცილებელი, იმიტომ რომ მე უფრო ხელმძღვანელის რანგში გამოვდივარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კითხვებზე შემიძლია თავისუფლად და კომპეტენტურად გაგცეთ პასუხი. კი ბატონო, და რა შემა ვეტინჟინერი, აი რომ გვაქვს ხო გვინდა ვისაუბროთ რომ შეუძლია რომ ექიმის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულოს შემდეგი манипуляციები, რომ მაგალითად გადასხმები აცრები და ესეთი მცირედი მომსახურება შეუძლია გაუწიოს პაციენტებს. კი ბატონო, ესე იგი, რა უნდა გავითვალისწინოთ თუ იმ შემთხვევაში თუ ბავშვი გთხოვს რომ მას უნდა ცხოველი? გადასარევი შეკითხვა, საყოველთაო. პირველ რიგში ყველა ბავშვს უყვარს ცხოველი, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება სრულად არის პასუხისმგებლობა შობელზე. იმიტომ რომ უნდა გქონდეს გათვითცნობიერებული, რომ ჯერ არის ეს ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა ცხოველთან, რომელსაც ფაქტიურად შენინებით უძღვნის საკუთარ ცხოვრების გარკვეულ ნაწილს და საკმაოდ დიდ ნაწილს, იმიტომ რომ ცხოველები ზოგჯერ სადღაც 18-20 წლამდე ცხოვრობენ და წარმოიდგინეთ ამ ხნის განმავლობაში მისი ყველა ცხოვრების ეტაპი უნდა გაიარო. ლეკობიდან, რომელიც ფუმფულა და ძალიან საყვარელია, შუახანი, როცა არის უკვე ხასიათს აჩვენებს და უკვე იქით კარნახობს, როგორ უნდა მოიქცეთ თქვენ და საბოლოოდ სიბერე, როგორც ადამიანის შემთხვევაში უნდა მთელი სიყვარული და მოთმინება მიუძღვნა, რადგან ძალიან ძნელია, როცა ცხოველი კარგია, როცა ფუმფულა და ყველაფერი მოსაფერებელი და ასაკში რო შედის და უკვე მოსავლელი ხდება, ეს უკვე მერე სხვა სტადიაში გადადის და რომ არა დიდი სიყვარული, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. ესე იგი მშობელი უნდა დაფიქრდეს, შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს სურვილი, მაგრამ აი ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ, ეხლა დიდ პასუხისგებლობასთან აკავშირში და არა ისე უბრალოდ მოვეფეროთ და სახლში გვყავდეს ცხოველი. რა თქმა უნდა, ეს არ არის სათამაშო, ეს არის ცოცხალი არსება. რა თქმა უნდა, კიდევ უნდა თუ ყველაზე კარგ შემთხვევაში უნდა ვეტერინართან, როცა გადაწყვეტს ოჯახი შეიძინოს რომელიმე ცხოველი და იყოლიოს, ეს ყველაზე კარგი იქნება ბავშვის ცხოვრებაში რაც მოხდება დამერწმუნეთ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის სიყვარული, რასაც ცხოველი აძლევს პატრონს, აი ნამდვილად, ვინცაც არ აქვს ეს გამოცდილება, ყველას ურჩევ, იმიტომ რომ საერთოდაც რომ მომცეთ საშუალება, ყველას ვაიძულებდი რაღაც ცხოველი ყავდეს, იმიტომ რომ იმდენად ცვლის ბუნებას. ადამიანის ყოველთვის ფიქრობდი მე თვითონაც რომ ძალიან ტოლერანტული და თბილი ვიყავი, მაგრამ ჩემო ძაღლმა ისე შეცვალა მთელი ჩვენი ოჯახი, რომლის სახელით ჩემ კლინიკას ქვია, რომ არ ვიცი, აი შეიძლება თქვათ, რომ რაღაც ისე ტრანსფორმაციას განიცდი, რომ თვითონაც ვერ ხვდები რა ხდება შენს თავს. გქონდა ერთ-ერთ კითხვა და ძალიან გვაინტერესებს, რა შეცდომებს უშვებს ხოლმე ადამიანი ცხოველთან მიმართებაში, როდესაც მოყავს სახლში. რა უნდა გაითვალისწინოს, რა უსაფრთხოების ნორმები, ახლა ცოტა ვიცით პასუხისმგებლობა თავზე უნდა იყოს, მაგრამ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას და ეს არის ასე ერთჯერადად გავაკეთეთ და დამთავრდა თუ დაუშვათ მთელი აუცილებლად ძალიან კარგი კითხვა. პირველ რიგში აცრები, რომელიც არის სპეციალური პროტოკოლი, სიცოცხლის პირველ წელს უნდა კატა და ძაღლს გულისხმობ, აუცილებლად ორჯერ გაკეთდეს ვაქცინაცია, ცოფის და ჭირის საწინააღმდეგო. ჭირი თუ ადამიანისთვის არ არის საფშიში და ჩვეულებრივ მხოლოდ ცხოველს შეიძლება გადაედოს, ცოფი არის ეს ისეთი ავადმყოფობა და ისეთი საშინელება, რომელიც 5 ყველაზე მოურჩენელ ავადმყოფობად ითვლება, ეს 99.9% ლეტალობით მთავრდება, თუ კი არ მოხდა დროული ვაქცინაცია. ესეც გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით პირველი 10 დღე არის მნიშვნელოვანი, რომ აცრა გაკეთდეს და დაავადებული ცხოველთან კონტაქტის შემდეგ, დაკვენის და ნერწყვის შემთხვევაში. არ ყოფილა შემთხვევა ბუნებაში, რომ ამისგან მორჩენილი იყოს ადამიანი. მხოლოდ ერთი შემთხვევა არის აღწერილი, შეიძლება ჩემთვის ცნობილი ყოველ შემთხვევაში, როცა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს
ადამიანი და რაღაც ძალიან დიდი წვალები, თუმცა ამის გამეორება შემდგომში არანაირად არ მოხერხდა და ყოველ შემთხვევაში ლეტალობით მთავრდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ანუ 10 წლის გარეშე ცოფი უდრის პირდაპირ ამ ქვეყნიდან რა თქმა უნდა. თუმცა ეს ცხოველ სახში ყავს და გაცრუbt და ესე არ ემართება. მას უნდა კონდეს ეს გადამდები დაავადება. საქართველოს სამწუხაროდ წითელ ზონაშია და ეს ძალიან საშიშია ამ ხრივ, იმიტომ რომ არის შემთხვევები ცოფის, როცა და უნდა ითქვას ტელევიზიის სასახელოდ, რომ ყოველთვის ხდება რეაგირება და გამოცხადება, რომ აი სადღაც დაფიქსირდა, იმიტომ რომ ეს რეალურად ძალიან საშიში ავადმყოფობა. და პატრონის პასუხისმგებლობა ცხოველს რო სახში მიიყვანს, აუცილებლად მიიყვანოს ვეტერინართან და ყველა აცრები, რაც სჭირდება, აუცილებლად ჩაუტარდეს. ხო, ბუნებრივია ხო, ბავშვს ხო უტარებთ გეგმიურ აცრებს, ხო და მე ძალიან ხშირად მსმენია ქალბატონო ვარინა, როდესაც ამბობენ, რომ აი ცოტა დავაგვიანე აცრა. ეს ცოტა დაგვიანება რამდენად საფრთხე შემცველია და რა პერიოდი შეიძლება ვიღოთ ცოტა დაასწრო ვაქცინაცია, ვიდრე დააგვიანო. ხა ეს არც ისე არის, რომ აი ეს შაბლონი არ არის, გინდა თუ არა, ცოტა თუ გადააცილე ამით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყოველთვის არის ასურველი, იმიტომ რომ ორგანიზმი ამ დროს გამოიმუშავებს იმ რეაქციას, რომელიც თუ დაემართება, ამ დროს უკვე მას გამზადებული აქვს საბრძოლო იმუნიტეტი. ეს არ არის პანაცეა, რომ გაუკეთე აცრა და დამთავრდა. ამით ეს რომ ესე იყოს, მაშინ არც იარსებებდა ეს ავადმყოფობა, მაგრამ ცხოველს უკვე აქვს გამომუშავებული მისი საპასუხო შესაბრძოლებელი, ასე ვთქვათ, იარაღი, რომლითაც უკვე ებრძოლება ამ ავადმყოფობას და თავისთავად თვითონაც და პატრონიც დაცული ამისგან. კიდევ ამბობ, ჭირის შემთხვევაში ეს ადამიანზე არ არის საფრთხე. აი რომ გავაგზავნოთ, ბოდიში საუბრობენ ის ადამიანები, ვისაც ხშირად სახლში ყავთ, ხო არის ეს გრე? რომ სახლში ყავთ და გარეთ იშვიათად მხოლოდ აი საჭირო დროს გაყავთ და ალბათ არ ეშინიათ, იმიტომ რომ ხშირად არ აქვს შეხება ქუჩაში, ესე მსმენია. კი ბატონო, ძალიან ხშირად აი სახში მყავს და არსად არ მიმყავს. რა თქმა უნდა, ესეც მცდარია ეს შეხედულება, იმიტომ რომ დაუშვათ ჭირის შემთხვევაში, რომელიც ადამიანმა შეიძლება სრულიად თავისუფლად შეიტანოს დაბინძურებული ფეხით, ტუფლით, რა თქმა უნდა, ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ამიტომ უნდა ტუფლებს მოარიდონ კიდეც, რომ არ პირველად კარანტინი სანამ აცრების პროტოკოლი დასრულდება, სიცოცხლის პირველ წელს ვიძახი, აუცილებლად უნდა კონდეს მორიდებული. ეს ჭირის შემთხვევაში, ცოფის შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეხვდეს დაავადებული ცხოველი, რომ გადაეცა. ბატონო, ამის გარდა კიდე რა ნაბიჯებია დარწმუნებული, კიდე რაღაცა გექნებათ სათქმელი. კი, რა თქმა უნდა, სათქმელი მეტი რა არის. ხო, ну, 8 წლის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში, კარგი იქნება თუ კი ამ ხნიდან მიიყვანეს სახში კატას და ძაღლს, რომელმაც უკვე იცის, როგორ უნდა მოექცეს ცხოველს, როგორ უნდა კონდეს მასთან კონტაქტი, უსაფრთხოდ პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა, სრულად უნდა დავაკისროთ ბავშვს პასუხისმგებლობა. სრულად არ, ვერ შეძლებს უბრალოდ, რაც არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაც პასუხისმგებლობა დასაწყისში ესე იწყება დედას გეფიცები, მე მოული და მე ხო, აი მაგიტომ მკითხეთ, ანუ მოვუყვანთ მასივე თქვენ და ბოლოს ვრჩება ჩვენ. კი, დედა მასა დამრჩა მეც. ნუ ეს ჩაულებრივი ეს არის ნახაზი, ასე ვთქვათ, კი, ესე ხდება, მაგრამ რაღაცებში აუცილებლად უნდა ჩაერთონ. სულ მცირე გასეირნებაში მაინც. კი ბატონო, და ერთი ყველაზე სულელური შეკითხვა მინდა დავსვა და პირდაპირ გიქნოს ვანას. აი და მე მეჭყვიან უსწავლს. ცხოველები რამდენად ხშირად უნდა დაუბანოთ. იმიტომ არის ადამიანები საერთოდ არ ბაზ და არის ადამიანები რომლებიც არა, ძალიან კაი კითხვა ეგ მე მგონი, იმიტომ რომ ვეცდანება და როცა გვეუბნებიან რა ბოდიში, ანუ 10 დღეში ერთხელ და შესაძლებელია რომ რამდენს გაიყვან იმდენი დაბანო, ანუ პრობლემა შეექმნას ცხოველს და ვეცდანება და ეს კითხვა და ჩვენი ცხოვრების სახლში, თაროებზე ცხოვრობენ. კატა თავისით ისუთავის, მაგრამ ძალიან შემთხვევაში დავიწყოთ კატიდან რა ხამ თქვენ თქვით, კატის შემთხვევაში დაბანა, ასე ვთქვათ, გინდა თუ არა არ არის რეკომენდირებული, როგორც წესი კატა თვითონ უვლის თავისას, ზოგადად არც სუნი არა აქვს ესეთი თუ არ არის სქესობრივი მომწიფების ასაკში, როცა უკვე დაწყებული აქვს ის ჰორმონების გამოყოფა, რომლითაც საპირისპირო სქესი უნდა მიიზიდოს.
კატების შემთხვევაში ასე ხდება. ხშირ შემთხვევაში სტრესი ემართებათ, როდესაც ბანენ და ვერ წარმოიდგეს რა მჭირს, რატომ ასხავენ წყალს, ზოგს უყვარს და კი ბატონო სიამოვნებით აბანათ. თუმცა აქაც საკუთარი შამპუნით უნდა დაბანოთ, იმიტომ რომ მისი ზოგიერთი ამბობს, რომ ჩემი შამპუნი დავბანე და არ ვიცი რა მოვიდა პრობლემას რომ აწყდება. რა თქმა უნდა, მისი კანის pH-ი სულ სხვანაირია ვიდრე ადამიანის, მისი სიმშრალე, მისი ცხიმოვანი ფენა უამრავი ალერგია შეიძლება გამოიწვიოს და უამრავი პრობლემა შეიძლება შეექმნას. თუმცა ეგეც არ არის რომ ერთხელ დაბანე შენი შამპუნი და დამთავრდა დაღუპეკა და მაგრამ ეს შემთხვევაში პრობლემა არის რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს კურნალობის პროცესებზე გავამახვილოთ ყურადღება. ესე იგი არ ვიცი რამდენად სწორად ვიტყვი ახლა და ჩემი კითხვაც სწორედ ამას ეფუძნება. ესე იგი არსებობს მედიკამენტები ადამიანების, რომლებითაც შეიძლება რომ ასევე ვუმკურნალოთ ძაღლებს. აი არსებობს რაღაცა ყურის წვეთი, ავიღოთ მაზი, რომელთაც შეიძლება რაღაც ჭრილობა იქნება თუ ნაკაწვი იქნება თუ უბრალოდ რაღაც გაღიზიანებული არეალი დავუმუშავოთ. მაგრამ რამდენად შეცდომას ვუშვებთ ამ დროს, იმიტომ რომ ახლა ჩვენ შვილს იყო ვუმკურნალოთ. ხო, ეხლა ჩვენ მე მაგალითად გამოვრიცხოთ. ვეტეკინთან არ მივიყვან. ხო, სამკურნალოდ. რატომ უნდა ვუმკურნალო ცხოველს ჩვეულებრივი ადამიანისთვის განკუთვნილი მედიკამენტით ვერ ხვდები, მაგრამ ეს შეცდომა მეც დამიშვია. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ძალიან ცუდ შედეგამდე მივედი, მაგრამ აი მაინტერესებს თქვენი რჩევა როგორი იქნება. ხო, ძალიან კარგი შეკითხვა. აი მაგალითად პარაციტამოლი, ესეთი კატისთვის არა, არ შეიძლება. არ შეიძლება. ცოტა დავალევია გვეუბნებიან, ყოფილა შემთხვევა, ცოტა დავალევია, ცოტა რას ნიშნავს, ცოტა შეიძლება ციანიდით მისცე ადამიანს, მაგრამ ცოტა ყველაფერი არის შედარებითი, ხო? ნუ ძალიან ცუდი. ადამიანისთვის განკუთვნილი წამლები იხმარება ცხოველებზეც, დიახ, ძალიან ბევრი, თუმცა ამასაც თავისი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გათვლილი წონის მიხედვით, იმის მიხედვით თუ როგორ მოერგება კონკრეტულად წარმოუდგენელია, მაგრამ ძაღლი ზოგადად კრეფსითად ესე არ აღიქმება. ძაღლი ყველა ჯიშს საკუთარი მონაცემები აქვს, რომელსაც ვერ მოარგებ ერთ წამალს, შეიძლება ამ ძაღლისთვის სრულიად არ შეიძლებოდეს. კი ბატონო, აი აქ ჯიშებს შევეხეთ ახლა. ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ, რომ რამდენად მიზანშეწონილია სახლის პირობებში, აი ჯიშები რაც ყავთ სახლში მაგალითად, აი ჰასკი ავიღოთ თუნდაც, ან სხვა მსგავსი ჯიშის ძაღლი. ამაზეც ხო ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს და პასუხისგებლობა, იმიტომ რომ ცხოველს უნდა გავუფრთხილდეთ და აქაც არის ალბათ გასათვალისწინებელი დეტალები. ძალიან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი. რომელ ცხოველსაც არ უნდა ვთქვა, კარგი და ცუდი არ აიყვანოთ სახლში, იმისი მომხრები ალბათ ჩამქოლავე რასგვია არა. მე თვითონ გერმანული ნაგაზი ყავდა, მაგრამ ეს იყო სახლში ჯარისკაცი, რომელიც ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა. ბინაში ყავდათ თუ სახლში? ბინაში, დიახ და ჩემი მეუღლე მეუბნებოდა ზოგადად ძაღლი მე ვარ, მე მგონიო, მე როგერზე არ მინდაო. კიდა და ის თუ იტყვის არ მინდა დამთავრებულია. ხო, თუმცა ერთ წუთაც არ ნანობ რომ ყავდა, იმიტომ რომ არ ვიცი. ჩემი გული წაიღო, მაგრამ რა თქმა უნდა ჯიშს და სახეობას უნდა მიაქციოს ადამიანმა ყურადღება. ადამიანის კლონია ძაღლი, როგორც ასეთი. ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, ადამიანი თუ არის კეთილი, თბილი, მოსიყვარულე, ისეთი ჯიშები შეიძლება რაღაც შენ ხასიათზე შემოაბრუნო, რომ წარმოუდგენლად ისეთები შემოდიან, აი მკვლელის სახელი რვა ჯიშები. ბავშვობაში ბულტერიერებით გვაშინებდნენ ტელევიზორიდან და ყველაფერიდან და მე ნახეს ორ ადამიანთან ბულტერიერი ისეთი კუდის კიცი მეთქი ეს ესეთი ძაღლი ისეთები შემოდიან რომ აი გეუბნები შენი გული შეიძლება წაიყონ კლინიკაში. აი ბავშვებიდანაც მახსოვს ხოლმე თუნდაც რომ გადავხედავდი ახლა სხვა ადამიანებს ხშირად მესმოდა რომ აი ძაღლი პატრონს გავს. კი თითქოს აი ამ პროცესში ჯერ ხო ალბათ თავისი გემოვნებიდან გამომდინარე ყიდულობენ, მაგრამ შემდეგ მართლა ამ პროცესში რამდენი кейსი მინახავს შეხედულებითაც ემსგავსებია და როგორ ხდება აქ რა ფენომენია? აი არ ვიცი ეს ნუ ძაღლი მე ზოგადად ძაღლის პატრონები მე ცალკე კასტა იქმნება ახლა ნუ ჩემი აზრით თლათ ფსიქიკა არ აქვს დალაგებული ძაღლის პატრონებს, იმიტომ რომ აი სრულიად მონახდება ძაღლის. თუ კი მართლა ისეთ დამოკიდებულება გაქვს
რომ გულით გიყვარს. კი, და ვისაც ცხოველი არ ყავს, მე ჩვენ დავქცინიან ხოლმე, რომ მეტის საქმე არ აქვს. ახლა ეთყობა ბევრი დრო აქვს და მას შვილს მიხედოს ჯობია. მეც მაგ კატეგორიაში ვიყავი, როცა მოყავდათ ჩემი შვილების ახირებით მოიყვანეს ძაღლი სახში. მეც მაგ კატეგორიაში ვიყავი, ძაღლი არა, მაგრამ ზუსტად ყველა კვირას მეკითხებოდა ჩემი ახლობელი, შეგიყვარდა და მე ბოლოს მივუთხარი დავიღუპე, შემიყვარდა საშინლად. კი, უდიდესი სიყვარული იცი და სხვა შორის ახლა მახსენდება ოტია იოსელიანის სიტყვები, მეგობარს ეუბნება, რომ თუ გინდაო რომ შვილს ერთგულება ასწავლოო, ნებისმიერი ძაღლი ჩამოუყანო. მნიშვნელობა არ აქვს ჯიშს. და დამოუკიდებლად თუ გინდა ასწავლო, კატაონი. და აუცილებლად უნდა კითხოთ აი დაახლოებით 5 წუთის წინ ძალიან ემოციური იყო თქვენი დიალოგი, შეძელით რომ თავი ხელში აგეყვანათ. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა აი ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გულით საყვარელი ადამიანები, ცხოველები ჩვენს გულით აღარ იქნებიან. ხო, და განმეორდეთ ხშირად ამბობენ რომ ჩემი ატირება გინდოდათ თუ არა. სიმართლე გითხრათ, მე რომ მკითხავენ რომ რამდენი წლისაა ტობი და რო ვიძახი, ჯერ პატარა პაუზა მაქვს და ასე ვიძახი 5-ის. ანუ ეს 5 წელი უკვე ჩემთვის უკვე ვფიქრობ, რომ შეიძლება ერთ დღეს აღარ იყოს ჩემს გვერდით და ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი და ახლა სანამ მეც ვიტირებ, მიპასუხეთ. კი, როცა ჩვენ ძაღლზე ვლაპარაკობდით, აი ჩაკი რო დაბერდება, ჩემი უმცროსი ბიჭი იძახო და ჩაკი არ დაბერდება. ნუ ეგ სიტყვაც კი არ შეიძლებოდა, ნუ ისე მოხდა რომ მართლა არ დაბერდა საწოდავი. გარდაიცვალა, მაგრამ ძალიან ძნელია. მე მაგალითად ვერ ჩავანაცვლე იმან ხელა მარჟა დადო თავისი არსებობით, რომ ვერაფერში ვერ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ, იმიტომ რომ არ არის ეს გადაპრანჭული სიტყვები. ნამდვილად ჩემი გული წაიღო. აი, ჩემი არა, მთელი ჩვენი ოჯახის წევრების, ჩემი შვილიშვილი ისეთი პატარა იყო, უფროსი ახლა რომელიც არის გოგო, რომ ნანახიც კი არ ყავდა. აი, სულ რამოდენიმე თვეების იყო, რომ პირველად კონტაქტი ჰქონდათ თბილისში ცხოვრობენ, მაგრამ დღესაც კი როცა ამბებს ყვება, ისე იხსენიებს, თვითონ მასთან ერთად იყო. ნუ ჩვენ სახში ყოველ შემთხვევაში ლეგენდას უანგარო სიყვარული, რასაც ქვია, ის არანორმალური სიყვარული. ანუ რო დავაკვირდებით, ეხლა ვისაც მართლა სახში ყავს, ანუ შოკის მომგვრელი შეფასება მაქვს ხოლმე, როგორ შეიძლება მე უცებ არ მეცალოს რაღაცას ვაკეთებდე სახში და ეს ერთგულად რომ დაყვება და ხანდახან გამიხედავს და დავფიქრებულ ვარ და დანაშაულის გზნობაც კი მქონია, რომ აი თვითონ როგორი ერთგულია და მე ელემენტარულად ვსაუბრობ ტელეფონზე და შემიძლია რომ ხელი გადაუსვა ამ წუთას, მაგრამ საქმეზე ვარ კონცენტრირებული და არ ვიცი, აი ჩემთვის ეგ არის ნამდვილი სიყვარული. ნამდვილად ეგ არის, რომ ეძინა საქმეს ვაკეთებდი და ავტოვებდი, მივიდოდი, ვაკოცებდი რამოდენიმეჯერ, ასე გამომხედო და რა უნდა ამ ქალს ჩემგანო და მე გააგზელებდა ძილ. აი ვერ. კი, სხვათა შორის რო ამბობენ, არ ვიცი რამდენად სწორია, რომ ძაღლს ესმის რაღაცა გარკვეული რაოდენობის სიტყვები, მე არ ვეთანხმები. მე მგონია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ესმის, რასაც ვეუბნები, ყველაფერს იგებს და აი მისი რაღაცა უთქმელად, მისი თვალებით პასუხობს ხოლმე აბსოლუტურად ყველაფერს და 200 სიტყვა საკმარისია ხოლმე იმისთვის, რომ დაამყარო კომუნიკაცია ნებისმიერ ადამიანთან და ვითომეთოს ოდესაც ცხოველზე ალაპარაკი და იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკურად 10-დან 7-ში შინაარს ვერ ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ სოფლიოში სამწუხაროდ 200 სიტყვა დამერწმუნე ძაღლისთვის ვითომეთოს სასწაული მიღწევა. და აუცილებლად უნდა გკითხოთ ისევ ვერ დაგემშვიდობებით კვებასთან დაკავშირებით. კი ვიცით, რომ ძაღლს თავისი კვებითი რაციონი აქვს, იქ არის რაღაც დანამატები, ტკბილეულიც, რაღაცა სათამაშოს მიმართულებითაც შეგვიძლია რომ რაღაცები მივცეთ, მაგრამ ხშირად ვერ ვიკავებთ ხოლმე თავს და როდესაც ჩვენ მივირთმევთ რაღაცა გარკვეულ საკვებს, მაგიდიდან ვაძლევთ. შეიძლება რომ ამან არ გამოიწვიოს ცუდი რეაქცია, მშვენივრად გადაამუშავოს მისმა კუჭმა ეს ყველაფერი, მაგრამ არის თუ არა ეს სწორი და აი რა შეიძლება რომ მივცეთ. მაგალითად, ჩემს ძაღლს ჯუჯაპუდელი მყავს, ძალიან უყვარს ვაშლი, ძალიან უყვარს ყველი, სტაფილო, შამპანური. ხო და აი როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს თქვენას გულით? ძალიან პირველ რიგში ჩვენი შეცდომა ის არის, რომ ძაღლს აღვქვათ როგორც ადამიანი. აი როგორ მოგიჯდება, ხო? ძალიან გინდა რომ ასე ამოვნო და მიართვა ის, რასაც შენთვის გემრიელია და მას მოეწონება.
კი, არის პრობლემა, როცა მიაჩვევ სახლის საჭმელს და ესე გემრიელობებს, თუმცა ეგეც არ არის, ახლა არ მისცე არაფერი, გიყურებს და შენი ყველაფერს მისცემ, რაც აკაკ, ოღონდაც შეიძლება. მაგრამ სასურველია მაინც რომ მისთვის განკუთვნილი რაციონი არის სახლის საჭმელს საჭმევენ, მე რომ მიეჩვევა ამას უკვე აღარ უნდა ნაყიდი საჭმელები. კატეგორიულად აკრძალული რა არის? აი მაგალითად ძაღლისთვის ყურძენი კატეგორიულად აკრძალულია. იმიტომ რომ აი ლეტალობა რამოდენიმეჯერ ზედით. ანუ შაქრის კონცენტრაციის გამო თუ კიდე სხვა ნივთიერებების გამო. რაღაც იწვევს ორგანიზმში, ეხლა არ მინდა რომ არაპროფესიონალად ესე ჩამოგვერა ის რაც არ ვიცი ამ გაგებით, მაგრამ ნამდვილად ძალიან ცუდია ძაღლისთვის ყურძენი, ნამდვილებით რო ვიცი რომ ლეტალობა შეიძლება მოხდეს. ეს არ ნიშნავს მხოლოდ ეს პროდუქტი, არის ბევრი რამე პროდუქტები, რომელსაც კვილეულია ალბობელი. კვილებული შოკოლადი, კონფეტები, სასურველია რომ არა. ყველი მაგალითად ალერგიულია ცხოველისთვის როგორც წესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ყველა ძაღლს ალერგიას მიწევს. ჩვენთვის ახლა ქათამი ასოცირდება დიეტურ საკვებთან. ამ დროს ალერგიას იწვევს ძაღლებში დიდი ალბათობით. ბატკნით რა უყურს იმერული თუ სულგუნი. აი რა კი კვებაზე მივედით, მაშინ არ შემიძლია არ შევეხო პირის ღრუსაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ეს საკვები შემდეგ ამის წმენდა უნდა მოხდეს, რომ წლების შემდეგ თუ არ იქნება სწორად მოვლილი, შეიძლება ლპობა გამოიწვიოს. ხო, ვიღაც ახლა ვინც გვისმენს ძაღლი და კბილების ხეხვა, ახლა ძალიან ესეთი თემა იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ადამიანის პირის ღრუს ჭირდება მოვლა, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ როცა ვეხებით, ხო, და ახლოს გვყავს მით უმეტეს პატარა ძაღლის სულხელში ყავს და უკაცრავად და სუნი აქვს პირიდან, ძალიან ცუდი გასაძლებია. სპეციალური ჯაგრისებიც არსებობს და როდესაც ვაწესრიგებ, კვირაში ორჯერ შეიძლება გაუკეთო, გაუწმინდო, ან კიდევ თუ აქ ნადები მიიყვან ჩვეულებრივ ვეტერინარებთან, რომლებსაც შეუძლიათ, ვიღაც კვალიფიკაცია ექნება ალბათ იმ კლინიკაში, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივ პროფესიონალურ წმენდად პროფესიონალურ წმენდად, ქვები მოაწილოს. იმიტომ რომ ამ ნადებისგან ბევრი кейსი მსმენია, რომ შემდეგ დაზიანებულა კბილი და ჩვეულებრივ ღვიძლების ანთება, პირიდან სუნი და პრობლემა. მე მუქფილმებში მაგთანახით თვითონ იხავენ და შეიძლება მე არ ვიცი როგორ შეიძლება მაყურებელმა გაიგოს, მაგრამ მე მართლა ვუხეხავ სპეციალური. არა, უნდა სწორად გაიგოს. მე პირადად მავალებს, რომ კვირაში ერთხელ მაინც ჯაგრისის მეშვეობით სპეციალური ჯაგრისებია, მაგრამ როდესაც ნადებს შევნიშნავთ, აუცილებელია რომ მივიყვანოთ, პროფესიული წმენდა მოხდეს, იმიტომ რომ ქონდა ჩემს ძაღლს საშიშროება, რომ შეიძლებოდა აი ეს კბილი დაზიანებული იყო და ამოიღოთ და შემდეგ ეხლა ჩვენი საუბარით დავიწყეთ, რომ ჩვენ ნებაყოფლობით ვდგებით მათ მოსამსახურეებად. ამიტომ კბილის გახეხვაც დასჭირდება, უნდა გაუხეხოთ, გაუწმინდოთ, ყურები გამოუსუფთავოთ, თვალები გაუსუფთავოთ, ყველაფერი რისი გასუფთავებაც სჭირდება. კი ბატონო და აი ბოლო კითხვა მექნება და დაგემშვიდობებით, რადგან ჰიგიენაზე გავამახვილეთ ყურადღება, აი წამით რომ დავივიწყოთ ახლა ყველამ რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები და თითოეულს გვყავს სახლში. გვერდიდან რო შევხედოთ, რამდენად სწორია, როდესაც ცხოველს ზინავს ჩვენთან ერთად ლოგინში. ან ჩვენ ზინავს ცხოველის მატიქს ახლა. ხო, ძალიან ესეთი დამაბნეველი კითხვა დამისით, იმიტომ რომ როცა გიყვარს და ფიქრობ რომ იმის თვალსაზრისით რომ რამე დაგემართება და გადაგედება გამორიცხულია. ის რომ თქვენზე მეტ ადგილს ისიკავებს და მე უკვე პრობლემა ცალკეთება, ხო, საშინლად წეხარ და რა ვიცი მე არ ტოკდები რომ შევთქვით არ შეაწუხო, ის კი არა რომ შენ შეწუხდები. ხო, აი ამ ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია. ვერ თუ ექიმის დონეზე და ესეთი კითხვით არაფერი არ არის ამაში საშიში და ცუდი. ანუ ბაქტერიები, ჭიები, თუნდაც არ არის საშიში. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს ალერგია არ აქვს ძაღლის სპეციფიკა. ეგ თავისთავად იწყება მაგიდან. თუ არაფერი ისეთი არ ხდება, არ აქვს გადამდები და ავადება რამე ძაღლს, რომელიც კანიდან შეიძლება მოხდეს რაღაცა, მაგ თემაზე მივედით, აუცილებლად უნდა აღნიშნო ეხა საფრთხე რაც თქვა, აი შარდზე, ძაღლის შარდზე და ბეწვზე შესაძლებელია მოზარდს კონდეს ალერგია. აქაც ალბათ მე პირადად ანალიზი ავიღე, სპეციალური ანალიზი არსებობს ამისთვის, ცხოველებზე აქვს თუ არა ბავშვს ალერგია და იქ მოწმდება, აქვს ბეწვზე, შარდზე, ეს პერიოდები მეც გავლილი მაქვს და შემიძლია თამამად ვისაუბრო და შესაძლებელია რომ ბეწვზე არ კონდეს და ზუსტად აი შარდზე იყოს ალერგია, ან პირიქით. და როდესაც არის ახლა განსხვავებებიც არის ჯიშებს შორის, ხო? მიახლოებული ადამიანის თმასთან, აი იორკებს აქვს მაგალითად, სხვა ცხოველებს არა. შესაძლებელია რომ ალბათ ესეც უნდა გავიაროთ, რომ მე თუნდაც რაღაცა აი ესე არჩევანის წინაშე არ დავდგეთ.
ხო, ალერგიები ახლა ეს ისეთი თემა სამწუხაროდ 21 საუკუნეს სოკოების და ალერგიების ეპოქაა. ესია აღიარებული, იმიტომ რომ იმდენად უცბად შეგიძლია მთელი ცხოვრება ალერგიის გარეშე ცხოვრობდე და უცბად გამოყოს თავი და ალერგია ისეთი გამოჩნდეს, რომ გაოგნებული დარჩა საით, რატომ აქვს და საიდან. შარდზე ნაკლებად, იმიტომ რომ როგორც წესი ცხოველები გარეთ გაყავთ, ну ძაღლების შემთხვევაში ვსაუბრობ, კატებს თვითონ თავისი მოვლის საშუალებები აქვს სხვანაირი. გარეთ გაყავთ და ნაკლებად შარდი ამ ხრივ ალერგიის გამომწვევი, მე მგონი უფრო არა. მაგრამ ბეწვი არის ალერგიის გამომწვევი. თუმცა ამასაც კიდევ დაადგენდა დამთავრდა. იორკი ტერიერი, რომელიც თქვენ იმას უფრო თითქმის ასე ყოველ შემთხვევაში ასეა ცნობილი, რომ თმა ადამიანის თმასთან მიახლოებულია, ესე ბეწვი ესე არ აღიქმება. უფრო სხვანაირი. თუ არა და ყოველ შეფილე გავპარსოთ, ან ეგვიპტური კატა ავიყვანოთ, ან მაგის გავსი მოკლე ბეწვი. ეგ არ არის გამოსავალი, უნდა დაემშვიდობეთ ალერგიის წყაროს. არ არის წყარო, არ არის ალერგია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ცოტა ვიმაიმუნეთ, სერიოზული ინფორმაციაც მოგისვენეთ უმეტესად. ისეთ თემაზე ვსაუბრობდით, რომ შეგვეძლოთ ცოტა. ვისაც ცხოველი ყავს, ან ვისაც ცხოველები გიყვართ, მაგრამ ჯერ კიდე არ ყავთ, რა ვიცი, უნდა დაფიქრდეთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ სპეციალისტებთან ერთად წინასწარ გაივლით, იქნებ ეს ჯიში, არ გიხდებათ ემოციურად კი არა, არ გიხდებათ უბრალოდ, იმიტომ რომ შეიძლება ელემენტარული ალერგია გქონდეთ. კი ბატონო, აუცილებლად სწორად აღნიშნე პატა, სანამ მშობელი გადაწყვეტს, თუნდაც მისი სურვილიც იყოს, რომ სახლში 4 ფეხა მეგობარი შემოიყვანოს, სპეციალისტთან უნდა გაიაროთ და გაეცნოთ კონკრეტული ჯიშის ისტორიას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჯიშის ძაღლი არსებობს და თითოეულს თავისი მიდგომა აქვს და რთულია ცხოვრებასთან ერთად, თანაცხოვრებასთან ერთად და შესწავლა მერე უკვე ცალკე პრობლემებს ქმნის. ამიტომ კარგი იქნება თუ წინასწარ გეცოდინებათ ინფორმაცია თუ როგორი მოვლა და მიდგომა ჭირდება. თუ შეიძლება ეს დავამატებ, ყველაზე ცუდი რაც არის, სათამაშო გონია ცხოველი, აიყვანენ და შემდგომ თუ რაღაც ის ფუმფულა ცხოველი რომ გაიზრდება და ხაზია, მერე უშვებენ. აი ეს არის ერთ-ერთი კიდევ ძალიან ცუდი, რითაც ეს ქუჩები და ის აიფსო ამ ჯიშიანი უპატრონო ძაღლები. თან ძვირიანი ჯიშიანი უპატრონო ძაღლები და ტყუილად ვაწამებთ თან ამ პლუს ტემპერატურაზე -20-ში მცხოვრები ცხოველებს. მოკლედ ჩვენ ამაზე ძალიან დიდხანს შეგვიძლია საუბარი კატა და ძაღლმოყვარულებსაც განსაკუთრებით, მაგრამ დროს ვერ წავართვებ მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. იმედია კიდე გვესტუმრებით და რამდენიმე წამში დავბრუნდებით სხვა თემით. ხო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარასკევი არ არის. მაინც პებაზე უნდა ვილაპარაკოთ, სხვათა შორის შემაამდე რომ თქვი, რომ ცხოველთან ერთად შეიძლება ხელი წაგიცდეს, რომ მე მეგონა გულისხმობდი, რომ ცხოველის საჭმელს შეჭამდი და არა პირიქით მე როგორია? ძალიან უგემურია. ხო, არ გაგიბრას და გეტყვი რატო გავსინჯ ახლა არ დამცინოს მაყურებელმა. მომწონს ძალიან მათი სუნი. გიჟდები. აი, როდესაც მაგალითად მთავრდება და მივდივარ საყიდლად და მომაქვს და უნდა გადავიტანო სპეციალურ ჭურჭელში, ალბათ 1-5 წუთი ჯერ ვსუნავ. კარგ ხასიათზე მოყავ ხარ? მაგას არ დავკუსული მომწონს. ანუ რა წამოვიღოთ ხოლმე და ცოტ განწყობაზე რომ შეიძლება. კი, ერთი ცალი ნამდვილად მოხს. აი, ხა დავღეჭე და გადავყლაპე და ასე შემდეგ არა, მაგრამ ნუ დავაგემურე და ნუ კატასტროფა გემოაქვს. კი ბატონო. მოკლედ ცივილიზაციაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერი პრინციპში ასე ვლაპარაკობთ, შეეხება საზოგადოებას, ცივილიზაციის განვითარების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ის იყო, რომ ადამიანმა თავის დროზე შეიძლება ცეცხლს მიაგნო, მაგრამ შემდეგ ამ ცეცხლის მეშვეობით დაიწყო საკვების მომზადება. და თქვენ წარმოიდგინეთ, შეკითხვა გაჩნდება, ნუ დიდი ამბავი ხა თუ მანამდე უხორცი ჭამდი და პრობლემა არ ქონდა ესე. დამოკიდებულების ხრივ თითქოს და რა, ნუ ჭამში ისე შემწვას მოხრაკულს ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში მოხდა ერთი რაღაც, რომ როგორც კი დამუშავებული საკვების მიღება დაიწყო კაცობრიობა, გინ სცენარიული, გინ ცხოველური, ჩვენი სიცოცხლე რეალურად ლამის გაორმაგდა. ეგრევე, სამედიცინო ჩარების გარდა. ის რომ ახლა 80 წელს ცხოვრობთ, ეს უკვე საშუალოდ ეს უკვე მედიცინის დამსახურებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ საკვებმა თავის დროზე ძალიან დიდი როლი ითამაშა. ნუ მაშინ ალბათ არის გენეტიკას უფრო დავაბრალებდი. ნუ გენეტიკურადაც გადარჩა ის არსებები, ვინც ასე ვთქვათ, უფრო გამჭრიახი იყო და ვინც ეთანხმებოდა იმას, რომ საკვები უნდა დაამუშაოთ, დავამზადოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, კულინარიას წინ 1000 წლეულები აქვს, უკან უბრალოდ გამოცდილების და შეიძლება ეს დაიწყო უბრალოდ რაღაცა ცეცხლზე რაღაცების მიყრით, მე რაღაცების შამპურებზე ტრიალით
მე ქვასანაყი დამუშავები და დღეს მოვედით იქამდე, რომ საკვები არა მარტო, ასე ვთქვათ, კვებით ღირებულების გარდა თვალსაც კვებავს. მთელი ტურიზმის ინდუსტრია ამაზე ლამის აწყობილი, არა მარტო ტურიზმის ინდუსტრია, ზოგადად სიამაყის ნაწილიცაა ნაციონალურის განსაკუთრებით ჩვენს ისევე როგორც სხვა ადამიანებს და სხვა საზოგადოებებს თავისი სამზარეულო უყვართ, ჩვენ გიждდებით ჩვენსაზე. მის საყვარელი თემა ხვდები აი ნახე საკვებმა ისეთივე ანუ ხელოვნებას გაუტოლდა კვების ასე ვთქვათ გარშემო ყველა მოქმედებება გინდ დამზადებამ გინდ მირთმევამ გინდ ამის წარდგენამ და ასე შემდეგ და მოკლედ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ მივდივართ ლოგიკურად იქამდე რომ წიგნის პრეზენტაცია და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით რომ ერთხელ უკვე ტურიზმის დეპარტამენტმა ერთი წიგნი დაამუშავა და ძალიან ბევრი ხო მეც მაქვს. ძალიან ბევრი კერძი შევიდა ჩვენი კუთხიდან ისეთი რომ გაუგნებული ვიყავით ხო ზოგიერთი კერძის არსებობა უითურმე ასეთი კერძის არსებობს და შესაბამისად ახლა უკვე დადგა მეორე წიგნის დროც რასაც ჩვენ გაგვაცნობს სტუმარი ლელა გოგუაძე აჯერის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს უფროსი. მოგესალმებით. და სანამ დავიწყებთ ერთი უნდა ვიკითხო რომ გვაქვს ეს წიგნები ეს ძალიან კარგია მაგრამ ვამზადებთ თუ რა შეიძლება მე ერთი ორი კერძი გავაკეთე თუმცა არ არის აუცილებელი მომზადება იმიტომ რომ ეს მარტო კულინარიული წიგნი არ არის აი ისტორია აი ახლა მოგიყევით უკვე ამ წიგნის აზია საუბარი კი, თქვენ ძალიან კარგად პირველში მოგესალმებით. მე მშიერი ვიყავით. მაყურებლებს ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. კულინარიული მიმართულებით ეს არის უკვე მესამე კრებული, იმიტომ რომ ჩვენ იცით რომ კულინარიული მოგზაურობა აჭარაში ამ კრებულით დავიწყეთ, მერე გადავედით თევზეულზე და ეს არის მესამე უკვე გავწვით აჭარის ფარგლებს და მოკლედ ვიმოგზაურეთ ეთნოგრაფიულ საქართველოში კულინარიული მიმართულებით. და აი როგორც აღნიშნეთ, ეს ზოგადად ეს არ არის მხოლოდ კულინარიული წიგნი, იმიტომ რომ მოგეხსენება ზოგადად მსგავსი წიგნები მრავალფეროვანი, ძალიან საინტერესო, ისედაც არსებობს და არის გაყიდვაში. უბრალოდ ეს არის უფრო გასტრონომიული წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესო ამბავს გვიყვება, ისტორიას გვიყვება, ეთნოგრაფიას, არქეოლოგიას და ამიტომ ესე ვთქვათ ზოგადად კერძები, როგორც უკვე აღინიშნა, ეს არის შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბროთ ისტორიაზე, ეთნოგრაფიულ ყოფაზე, წარსულზე და ასე შემდეგ. უამრავი კერძი იყო. კი არა, ელემენტარულად ის მოგზაურობები, რაც აღწერილია, მაგალითად იგივე იტალიელების, ფრანგების საუკუნეების წინ, როდესაც აღწერელ მაგალითად ყოფას იქ მეფის ნადიმზე მიღებას იმის გარდა რომ აღწერენ იმას რომ დაუშვათ რა ურთიერთობას ამყარებდნენ ადამიანებს და როგორები იყვნენ, იმასაც აღწერენ თუ რა რით იკვებებოდნენ, როგორ იკვებებოდნენ. ხო, იმიტომ რომ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუნდაც ხა პალატა მახსენა, რომ მრავალი წლის უკან კიდე სხვანაირად გამოიყურებოდა ადამიანი და კიდე სხვა ხანძლობით ცხოვრობდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჭამთ, ისე გამოვიყურებით, ხო არის ეს გამონათქვამი და ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინა კრებულში ესე პირდაპირ კავშირით არ არის, რა თქმა უნდა. ძალიან საინტერესო ფაქტი არის ახლა აქ ნახეთ მაგალითად ნუ აქ მოცემული ახლა გოჭი ნუ აქ სხვა კერძებიც არის მაგრამ ჯერ არის გადმოცემული თუ რომელ კუთხეს ეკუთვნის მაგალითად ესა თუ ის კერძი არის მოცემული ისტორია თუ რა დანიშნულება ქონდა მაგ პირობითად ალბათ ამა თუ იმ კერძს მერე არის ინგრედიენტები და მერე გვასწავლის მომზადების წესი კი მაგრამ აქვე აუცილებლად გავხდეთ დიასახლისები მოგიხსენებათ ქართველებს გვაქვს ძალიან საკმაოდ ისეთი ეგოისტური მიკუთვნებები რეგიონებს არა ეს კერძი ჩვენია არა ჩვენი ამიტომ ძალიან ფრთხილად მივუდგეთ ამ თემას და რა თქმა უნდა ის კერძები რომელიც წარმოშობით თუ არსებობით კონკრეტულ რეგიონს მიეკუთვნება რა თქმა უნდა ისინი დასახელებული არის თუმცა ძირითადად გადანაწილებული არის კერძები მხარეების მიხედვით არის დასავლეთის ნაწილი არის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის საკმაოდ რთული პროცესი იქნებოდა იმიტომ რომ მაღალი ნათქვამია თითოეული ისტორია
მოტანილი და ამას დაზუსტება ჭირდებოდა ალბათ და აქაც უამრავ წინაღობას აწყდებოდით ალბათ რომ აქამდე მისულიყავით. Შემიძლია გითხრათ რომ რა თქმა უნდა წიგნზე უშუალოდ მუშაობდნენ ეთნოგრაფები, ისტორიკოსები, მკვლევარები, ამიტომ ძალიან სანდო და ჭეშმარიტი ინფორმაცია არის ამ შემთხვევაში აქ მოცემული და ვფიქრობ რომ არანაირ კითხვას, არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება, იმიტომ რომ ძალიან ფრთხილად და ძალიან ესე ვთქვათ რუდუნებით მიუდგნენ ეთნოგრაფები, რა თქმა უნდა ჩვენი ნაწილით, მენეჯმენტის ნაწილით მაქსიმალურად ჩართული ვიყავით, იმიტომ რომ განვიხილავდით ყველა დეტალს, ვიზუალურ, შინაარსობრივ ნაწილს მაქსიმალურად, რომ ესე ვთქვათ, საინტერესო ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ეს წიგნი ზოგადად უნდა იყოს ყველა ქართული ოჯახის ქართულის ოჯახში, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და პირველ რიგში გიდებისთვის, იმიტომ რომ მათ უშუალო შეხება აქვს ვიზიტორებთან, ტურისტებთან და რაც უფრო სიღრმისეულ ინფორმაციას მიაწოდებენ ტურისტებს, მით უფრო ჩვენთვის ეს იქნება საამაყო. რა თქმა უნდა. და რა თქმა უნდა სიტყვა წავიკითხე, რომელიც ძალიან დიდი ხანი არ შემხედრია და ანუ ქვიჯა. ხო იცი რაც არის? ქვასანაყი. ანუ ამ სიტყვას არ იყენებენ ესე. ხო და არ იყენებენ, ეს ფილტაკვას იყენებენ, იმიტომ რომ პირველად მაგა წიგნში დაწერილი ეს სიტყვა და ძალიან გამიხარდა. კი მაშინ ლექსიკონიც გვაქვს სხვათა შორის, რომელიმე კითხვა, დიალექტური კითხვა თუ შეგხვდებათ, ასევე აქვს განმარტება. შეგვიძლია შემდეგ გავეცდოთ. ანუ სიტყვებით შეგვიძლია რაღაც ავითვისოთ ისეთი რაც კი და ლელა მე მაინტერესებს ახლა აი მაგალითად უცხო სიტყვა აღმოაჩინა ახლა პატა რომელიც ახლა რაღაცა სხვანაირად თქვენ აღმოსავლელობა ქვიჯა არის არა იცით მე რა მაინტერესებს აი ამ კვლევის პროცესში აღმოაჩინეთ თუ არა ისეთი კერძი რომელიც მაგალითად მივიწყებას იყო მიცემული ან დაკარგული იყო ან შეიძლება რომ ყველაფერს კარგად ვინარჩუნებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო კერძები და ძირითადად დასავლეთ საქართველოს კერძები გავს ერთმანეთს და კიდევ ერთხელ გამეორდები და გეტყვით, რა თქმა უნდა, ამას ალბათ ეთნოგრაფები, ისტორიკოსები კიდევ უფრო სიღრმისეულად გეტყოდათ, მაგრამ აი ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ რა შევისწავლეთ, ის შემიძლია, რომ ამ შემთხვევაში გითხრათ, კერძი ზოგადად განაპირობებს არსებობას გეოგრაფიული არეალი, ისტორიული გავლენები, მეზობელი ქვეყნის ქვეყანასთან ასე ვთქვათ არსებობა და ასე შემდეგ და ამ კუთხით შეიძლება ვთქვათ რომ აჭარის რეგიონი არის ერთ-ერთი მრავალფეროვანი საქართველოს მასშტაბით რატო იმიტომ რომ სხვა გვაქვს მთა გვაქვს იმიტომ რომ ლაზური სამზარეულო გვაქვს თქვენ წარმოიდგინეთ და არ ვიცნობთ ლაზურ სამზარეულოს უნდა ვაღიაროთ ასე თუ ისე ზღვისპირეთის სამზარეულო მაღალმთიანი აჭარის სამზარეულო რაც შეეხება უცხო კერძებს და მივიწყებულ კერძებს რა თქმა უნდა აქ აჭარიდან ვიწყებთ, გადავდივართ გურიაში, გურიაში გვაქვს შავი ყაურმა, მაგალითად გვაქვს ბრინჯულა, გადავდივართ სამეგრელოში, რო არის საცივი, ნუ როგორც ეროვნული კერძი, მაგრამ საცივს ზოგადად დასავლეთ საქართველოში აკეთებდნენ და როგორც ეთნოგრაფები გვეუბნებიან, არ ვიცი ხა არ შემოგვედაოთ, არის ორი ვერსია ტექნოლოგიურად მომზადების გურულები და იმერლები, რა თქმა უნდა, ამზადებდნენ ხარშავენ საცივს და ამიტომ ცოტა შეფერილი არის, მოყვითალო ფერის არის და მეგრული საცივი არის თეთრი ფერის, ანუ არ ხდება მოხარშვა და ადუღება უფრო სწორად. ადუღება არ ხდება. შემდეგ უკვე გადავდივართ სვანეთში, სვანეთში უნდა დავაგემოვნოთ აუცილებლად კუდარი. ამას გულისხმობენ, როცა ამობენ ცივი ხერხით მომზადებული და ცხელი. კი ბატონო, ეგ ამბავი არის და განსხვავებული კერძს რაც შეეხება ალბათ უფრო სამცხე-ჯავახეთში, აქ ხდება ლოკოკინა. ვაუ. და ლოკოკინას დაწყევა მოხდა და უყურებდი მეთქი ნუტო ჩვენთან. ლოკოკინას როგორც აღმოჩნდა დღემდე თქვენ წარმოიდგინეთ იხაშება ხაშვის მეთოდით, შეწვის მეთოდით და როგორც ხინკალი ისეც გამოიყენება სხვა შორის ძალიან მე-16 საუკუნეში ფრანგებს შემოუტანიათ ჩვენთან თურმე ეგიდია ახლა წავიგეთ. ოსმალეთის პერიოდშიო და აი ასე მნიშვნელოვანია არა მარტო გიდებისთვის და ტურისტებისთვის და აი მომსახურე სფეროს წარმომადგენლებისთვის თუნდაც რომ გავრცელდეს ეს კერძები მივიწყებული რაც იყო თუნდაც აი ამ ტურისტებისთვის გახდეს და არა მარტო ტურისტებისთვის მოქალაქეებისთვის ჩვენთვის ეხა ბრინჯულა ახსენეთ და გურიაში ბავშვობაში ბებო მიკეთებდა ეხა გამახსენდა და წლები ბავშვობის შემდეგ მე არ მიმირთმევია ეს კერძი და აი თუნდაც ეს რომ გემომახსოვს და ძალიან გემრიელი და ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო კი ეხა თითქოს ბავშვობაში დამაბრუნეთ რო გისმენთ და ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო სხვათა შორის მაგრამ ამ ჩვენ კულტურას რო ვაზიაროთ აი
ტურისტების და თუნდაც შევახსენოთ ქართველებს აი ეს კერძები, ალბათ რესტორნებშიც არის ამ მომსახურების სფეროში ეს ყველაფერი დარიგებული, რომ თუ გაუზიარონ შეფებმა მომხმარებლებს. ეს არა თუ მხოლოდ აჭარის მასშტაბით, არამედ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს მასშტაბით გავრცელდა და ეხლაც მიმდინარეობს, ვრცელდება დაინტერესებული ადამიანები, რა თქმა უნდა, გვიკავშირდებიან და რა თქმა უნდა, ასე საქართველოს საზღვრებს მიღმა სარესტორნო სივრცე ვაწოდებთ დაინტერესებულ ადამიანებს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ რა თქმა უნდა, მთავარი მისია რა იყო, რომ პირველი ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, გასტრონომიული ტურიზმის პოპულარიზაცია და რა თქმა უნდა, კიდევ ერთ სიღრმისეული გაცნობა იმ კულტურული მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენმა ყოფამ შემოინახა დღემდე. ისა ეხლა ჩვენ ვიცით სტატისტიკის მიხედვით ლიდერობს ხაჭაპური და ხინკალი, მაგრამ აი თქვენი დაკვირვებით კიდევ დამატებით რაზე არის მოთხოვნა და რაზე არიან აღფრთოვანებული, რაც თავის ქვეყანაში არ უნახავთ თუნდაც. ისევ რეგიონს გააჩნია, მაგრამ ჩვენ ძალიან ერთადერთი ახლა რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ როგორმე პოზიციონირება გაუწიოთ ავთენტურ რეგიონისთვის სახასიათო კერძებს და ამიტომ ახლა გეგმაში გვაქვს გასტროლოგიის შექმნა და ის ყველაზე პოპულარული თუ მოთხოვნადი კერძების გარდა, რაც თქვენ უკვე ახსენეთ სინორი ბორა და ხაჭაპური ხინკალი, ის სახასიათო რეგიონისთვის სახასიათო კერძები და მათ შორის თქვენ წარმოიდგინეთ, აქ ასევე არის აფხაზეთის კულინარიაც წარმოდგენილი და ძალიან ბევრი მსგავსებები არის მეგრულ და აფხაზურ სამზარეულოში, მაგალითად თუ მეგრელებს აქვთ ღომი ელარჯი, მათ აქვთ აბისტა, ჩემქა, ეს არის იგივე ღომი ელარჯი, თუმცა ტექნოლოგიურად ოდნავ განსხვავებული მიდგომებით და ამიტომ ეს ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით. მაინც თქვენი დაკვირვებით რომელი კუთხის სამზარეულო ლიდერობს? პირადი მოსაზრებაც სხვა წყობს. არ ვიცი, მაგრამ ნუ არ ვიცი. რა თქმა უნდა, ქართული სამზარეულო გამორჩეულია, განსხვავებულია, მრავალფეროვანია, მეგრელები ალბათ, მეგრული სამზარეულო. მაინც ცოტა ცხარეობართ ხო მეგრელებს ძირითადად კერძები. თუმცა რა თქმა უნდა არ ჩამოუვარდება არც ერთი სხვა რეგიონი და უნდა ვაღიაროთ, რომ ისევ მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს რაღაც კონკრეტული ეგოისტური მიკუთვნებები და კამათობთ, ეს ძალიან სახალისო და ძალიან სასიამოვნო, იმიტომ რომ ყველას გვეამაყება, რომ ესეთი მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო და გემრიელი კერძები გვაქვს ჩვენ. ნუ კახელებს ნუ წაგვართმევთ ახლა მწვააც და რა ვიცი. კახელებთან ჭარბობს ხორცეული, ხორცი და სხვათა შორის კახეთში ამბობენ, რომ უდიდეს შეცდომას უშვებთ, როდესაც მწვააც აყოლებთ ტყემალს, რაც არ უნდა კარგი ტყემალი იყოს. ის როდესაც ჩვენს ბრაზდებოდა. აფუჭებს გემოს თურმე. იცოდი შენ. ცუდ ხორცს უნდა დააყოლო. იყო პერიოდები ქვეყანაში შიმშილობა იყო და ცუდი ხორცი. არ მოგართმევდა. ახლა არ ლაპარაკობ, ახლა ლაპარაკი რაზე აყურე? ტყემალი რა არის, ხო? სადაც ლიმონს იყენებენ, ჩვენ გვაქვს საოცრებად ტყემალი, რომელიც სოფლიოში საქართველოს გარდა პრინციპში არც არ კეთდება. ასე და მონელებას უწყობს ხელს ძალიან. ჯავა соуსები იმისთვის არა, ხორცის ტექსტურა დაშალოს, როდესაც ეს არის რეზინასავი. და იყო პერიოდები გაჭირვება და შესაბამისად და ესე გამოიგონეს ტყემალი დავის დროს. როგორც მერული იყო ერთი ლეგენდის მიხედვით თვითონო რაღაცაო გაუფუჭდაო კათამიო და მას თქვა აურიაო ადამიანი ნიუ-იორკში და რაღაცაში რომ გიჟდებით თქვენზე და სამომავლოდ თუ გეგმავთ კიდევ რამეს სიახლეს, იმიტომ რომ ეს მესამე ტომი გამოდის, ხო? მესამე არის უკვე პროცესში არის მეოთხე ნაწილი და შემიძლია გითხრათ, რომ ისიც არანაკლებ საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი იქნება. ეს არის უკვე საქართველოში არსებული ეთნიკური უმცირესობის სამზარეულო. ანუ ეს არის ბერძნები, ებრაელები, იეზიდები, ასურელები, ქისტები და ასე შემდეგ და ერთ-ერთ ექსპედიციაზე ჩვენც ვიმყოფებოდით და ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება. ყველაზე გემრიელი მოგზაურობა იყო, ხო? ეს იყო, ხო, არა მხოლოდ გემრიელი, ეს იყო რაღაც ემოციებით დატვირთული ექსპედიცია, როდესაც ჩვენ ვიყავით პანკიცის ხეობაში და ნუ ზოგადად შეიძლება ვთქვათ, რომ ნუ ეს ქართული სუფრა, ქართული ტრაპეზი და ეს პურობა ჩვენ ქართველებს მაინც ალბათ ხო ეს არ არის მხოლოდ ეს არის რაღაც თუ ზომიერების ფარგლებს გავითვალისწინებთ, ეს არის რაღაც ესე ერთგვარი სულიერი ფენომენი, ხო და აი რიტუალი, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძის მიღება, ეს არის რა თქვა ერთგვარი, ანუ სადღი გრძელობისაც თავის ფენომენი აქვს, ეს ემოციების გაცვლა, თავისი ღირებულებები და ეს არის ერთგვარი კულტურული მემკვიდრეობა ალბათ, რომელსაც განსაკუთრებული წარმოჩენა ჭირდება, განსაკუთრებით, როდესაც საერთაშორისო, აი ესე თქვა ბაზარზე და ვიზიტორებზე
საკმაოდ საუბრობთ, ამიტომ რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული არის და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს გასტრონომიული ტურიზმის მიმართულება, რომელიც ისედაც ცნობილია საქართველოს ქართული კერძებით, მრავალფეროვნებით და გემოებით, ამიტომ მაქსიმალური პოპულარიზაცია გაუწიოთ. სანამ აი ამ კერძებს თქვენ გააკეთებთ, მის სტუმრად მოვალ, ამასობაში მეოთხე კრებული. აუცილებლად. მეოთხე კრებული და მე ვიშოვებ და თქვენ მოდით. კი ბატონო და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ალბათ ბარემ არ დაგვავიწყდეს, არ მგონი ხა არ იცოდნენ მიწვიყურებს, მაგრამ ნოტარიუსის ფუნქციასაც ითავსებდა თავის დროს. აჰა. ნუ ანუ იქ ნათქვამის სიტყვა იყო, ნათქვამის სიტყვა ხალხი იყო და ვინც ამას ხედავდა, ვინც ადასტურებდა და მე იქ ხელში, ანუ შეიძლება სოფლიოშიც ხდებოდა სადღაც, მაგრამ ხშირად იყო რა, აი რაღაც სუფრის მიღმა გვარდებოდა მე საქმეები და ჩვენთან სამეფო გადაწყვეტილებებიც კი მიღებულა იქ და ნუ დასტური იყო რომ ადასტურებდა რამდენიმე ადამიანი რომ კი ბატონო აი ესე იყო და ეს. თანამედროვე მიდგომებზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება. როგორ ფიქრობთ თქვენ? კი, გვესმის და ყველა ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ ნუ რაც უფრო გადის წლები ვითარდებით, რაღაცა ადამიანებს თითქმის ყველა სფეროში სიახლე გვინდა, ეს სიახლე შეეხო ჩვენს ქართულ მამაპაპურ კერძებსაც, ხო? არსებობს სივრცეები, სადაც აი მაგალითად ახლა მე რო ვიცი, რომ თქვათ ხინკალში უნდა იყოს ხორცი შიგნით შეიძლება აღმოჩნდეს სოკო, ხო, რაღაცნაირად. და ისეთი კერძები შემოდის ხოლმე რესტორანში, რომ როდესაც რესტორნებს ვსწუმრობთ, ხო, აი, ჯერ ძალიან მეუხერხულება, რომ ის ხელოვნება რაც შექმნილია, დავშალო, მერე კიდე შევჭამო და ასევე ამბობენ ხოლმე, რომ ნუ აი ეს რა თამაშია ახლა, ამითი როგორ შეიძლება დავნაყებდე, ხო, იმიტომ რომ შემცირდა ულუფები, გალამაზდა კერძები. ეს ძალიან კარგია მესმის, ამ ყველაფერს თავისი მიზნობრიობა აქვს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ზედმეტად თანამედროვე მიდგომამ შეიძლება რომ დაუკარგოს ის პირვანდელი იერსახე ჩვენს ქართულ კერძებს, რითიც ჩვენ ვამაყობთ და კულტურულ მემკვიდრეობას ვუწოდებთ. იცით როგორია ცხოვრება მოიტანა ის, რომ გვინდა თუ არა, მაინც რაღაც თანამედროვე ტენდენციებს უნდა მივყვეთ. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ფორუმი, რომელსაც ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს. ეს არის გასტრო ფორუმი, სადაც თქვენ წარმოიდგინეთ ხდება ავთენტური კერძების იმპროვიზაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ამ შემთხვევაში არის გემოები რო არ დავკარგოთ და რა თქმა უნდა, თქვენ როგორც ახსენეთ, განსხვავებული რა მიმართულებას ვირჩევთ, თუ ჩვენ ვირჩევთ ალბათ სარესტორნო მიმართულებას, იქ მოლოდინიც უნდა გქონდეს, რომ რაღაც იმპროვიზაცია შედარებით პატარა ულუფებით იქნება კერძები წარმოდგენილი, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ადამიანს სურვილი აქვს, რომ ისეთი ავთენტური, კარგი, გემრიელი, აი ისეთი ძველებური კერძები დააგემონოს, ალბათ ამის შესაძლებლობა ექნება სოფლად, სოფლის ტურიზმის მიმართულებით, საოჯახო სასტუმროებში. სწორედ იქ ჯერჯერობით ეს ავთენტურობას ვცდილობთ, რა თქმა უნდა გვაქვს გამოწვევები ამ კუთხითაც, მაგრამ ვცდილობთ რომ შენარჩუნდეს. ამიტომ მივესალმებით ორივე მიმართულებას, მთავარია, რა თქმა უნდა, გემოები არ დავკარგოთ და ავთენტურობა, რა თქმა უნდა, შენარჩუნდეს. რა თქმა უნდა, ხაჭაპური ციდან არ ჩამოვარდნილა, თუნდაც ხაჭაპური რო ახსენო და სადღაც შეიქმნა, ხო ახლა. ასე რომ ყველაფერი თავის დროზე რევოლუცია იყო და აქცია ახლა. დრო მოვიდა დაგემშვიდობოთ, წამოვიდა. ახლა ბავშვებს ჩავად საჭმელი. გემრიელ და ჩვენს მაყურებელსაც დამემშვიდობოთ. ამ წიგს მე წავიღებ, კაი მე მოვამზადებ. ხო, ვიკამათოთ მერე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისთვის რომ მოიცალეთ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ვინც გიყურებდით, შეგიძლიათ სოციალური ქსელის მეშვეობით გადაახვიოთ ის მომენტები რაც გამოგშოთ და ისე ნახოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალ ისევ შეხვდებით. მომავალ შეხვედრამდე.